გამარჯობათ მეგობრებო. დღეს როგორც ხედავთ, ჩემი სტუმარია ბატონი ნუკრი შოშიაშვილი, ნუკრი მოგესალმები და მოხარული ვარო მოგესალმებით. მესტუმრე. მოხარული ვარო თქვენთანა ვარ და ხედავ რომ წინ მიდიხართ. გემატებათ ნახვები და გემატებათ ლაიქები. რაც ძალიან მახარებს. ასევე მეც მოხარული ვარ შენი პროექტის. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ქათინაურებს ვეუბნებით. რადგან იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და შენი მხრიდან ჩემი პროექტის შეფასება მნიშვნელოვანია. რა მინდა დღეს ვისაუბრო. მე და შენ შევთანხმდით, მაგრამ მაყურებლისთვისაც ეხლავე ანონსი პროლოგი იქნება. მოკლედ დღეს პატივცემულო მაყურებლობო ვილაპარაკებთ 1951 წლის 22 ივნისის მოვლენაზე. 85 წელი გავიდა, რაც სამამულო ომი დაიწყო. არავის არ შეგეშალოთ, ეხლა ვინც ახალგაზრდები ხართ, მეორე მსოფლიო ომი უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ მე სამამულო ომზე მაქვს საუბარი. და გავიდა 85 წელი ნუკრი და მე მიჩნდება განცდა, რომ გლობალური სურათით ბევრი არაფერი არ შეცვლილა. დასავლეთს კვლავ სურს აღმოსავლეთ რეგიონების კონტროლის ქვეშ აღება, ამას რიგ შემთხვევაში აკეთებს ომით, ძალადობით, რიგ შემთხვევაში რბილი ძალით, რაც გააკეთა გორბაჩოვის დროს და შემდეგ ელცინის დროს, რაც არ გამოუვიდა, ხედავთ რომ უკრაინა უკვე როგორც პოლიგონია, თამამად შეიძლება ითქვას, უკრაინის ხელისუფლება აშკარად უკვე არ თამაშობს უკრაინელი ხალხის ინტერესებს. ხედავთ იმას, რასაც ხედავთ. ბოლო ნიუსებიდან ალბათ ამ კვირაში დონბას რუსები დაიპყრობენ და მე კიდე არავინ არ იცის რა მოხდება. არის საშიშროება იმისა, რომ სუალის კორიდორი ევროპამ დაკეტოს. გერმანელები, ფრანგები, იტალიელები ძალიან სახელმწიფოები ნაკლებად მათი ლიდერები აკეთებენ ძალიან ესეთ მკაცრ და კონკრეტულ განცხადებებს და მე ისეთი შტაბ-ბიჭდილება მრჩება, რომ ხდება მსოფლიო წესრიგის ახალი გადატვირთვა და შიშობ, რომ ეს გადატვირთვა ბუნებრივია არ იქნება მშვიდობიანი. 28, 29, 30 წელი იდება, სხვადასხვა დედლაინებია, სხვადასხვა ორგანიზაციები, სხვადასხვა ანალიტიკური სამსახურები, სხვადასხვა ანალიტიკოსები, ცალკეული ანალიტიკოსები ამ დედლაინს დებენ იმისა, რომ დასავლეთი შეუტევს აღმოსავლეთ სამყაროს და ამას დაიწყებს რუსეთის ფედერაციიდან. და მე მენიშნა ერთი რამ, რომ თუ არ ვწდები დარია თუ ძიანა პანჩეკოსთან იყო კარაგანოვი და მისი ინტერვიუ გავცელდა ელვისებრად 4-5 წლის წინ, როცა რაღაც რამის მარგინალურად ითვლებოდა კარაგანოვი, დღეს უკვე ყველა მას უსმენს, უყურებს და თავისებურად აფასებს და ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა იყო ნუკრი, ორი რამ თქვა. რომ პუტინი არ ყოფილა ესეთი კატეგორიული და კრიტიკულ სიტუაციებში ესე კატეგორიული გადაწყვეტის მიღები და მეორე რომ აგრესიული იარაღის, მძიმე იარაღის, როგორც ჩანს გულისხმობდა ტაქტიკულ ბირთვულ იარაღს, ამის გამოყენების მორალური უფლება რუსეთს უფრო და უფრო ეძდება. იქ რუსული ფრაზა თქვა ნაკაპიცელი, ანუ დაგროვებითი მომენტი აქვს. და მე ესეთი შტაბ-ბიჭდილება მრჩება, რომ რაღაც ახალ ფაზაში შევდივართ და აქვე არ დაგვავიწყდეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, სადაც ორთვიანი მორიგება მოხდა, მაგრამ იქაც ძალიან ყიფია, თითქოს დანის პირზე გადის ახლო აღმოსავლეთის მშვიდობა. და მოკლედ ნუკრი ჯერ დასავლეთი დედამიწის დასავლეთ და უფრო სწორედ ევრაზიული მომენტი განვიხილოთ და შემდეგ უკვე ესე ვთქვათ პირობითად გადაცემის მეორე ნაწილში გადავიდეთ ახლო აღმოსავლეთზე, მეც ჩემი აზრები მაქვს ამ ყველაფერთან და შენ როგორც ისტორიკოს, ანალიტიკოს გისმენ შენი აზრი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მაყურებლისთვის. რას ფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც ახლა ხდება? ეს მართლა საშიშროების შემცველია თუ ეს უბრალოდ ჩემი ესე ვთქვათ პირადი ემოციებია და სხვა არაფერი. ეს რა არის საამდე უშუალოდ ამ თემებს შევეხებოდით,
მოდით ერთი რაღაცა ვთქვათ, რომ არსებობს გარკვეულწილად საინფორმაციო ველი და არსებობს თეორიული ჩარჩო, რომელთაც ჩვენ შეიძლება რაღაცები განვიხილოთ. გემახსოვრება შენ და მეც არაერთხელ გამომიყენებია გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენლები, ხო, ის მაკინდერი იქნებოდა ის, რა ვიცი, სხვა ესეთი წარმომადგენლები, ჰაუსჰოფერი თუ სხვა, რომლითაც ადამიანები ცდილობდნენ აეხსნათ ეს მოვლენები. უკრაინაში არსებული მოვლენები, ხო? გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს უკრაინას? იქ ნახსენებიც იყო, რომ ბჟეზინსკი საუბრობდა, ჯერ კიდევ მაკინდერი საუბრობდა, რომ რუსეთი უკრაინის გარეშე იმპერია არ არის და შემდეგ უკვე ბჟეზინსკიმაც დის საჭადრაკო დაფაზეც სწორედ ამაზე საუბრობდა. იცი რა არის, როდესაც შენ აზროვნებ კონკრეტული რაღაცა აი ამ სქემებით, შენ რაღაცა გამოგდის ანუ ყველა თეორიას აქვს ერთი მინუსი, მათ შორის გეოპოლიტიკურ თეორიას. ის რაღაცებს ხსნის და რაღაცებს გაჩვენებს. რაღაცებს ვერ გაჩვენებს. ამის თქმა მინდა. როგორც აი მაგალითად მარქსიზმი საკმაოდ ისეთი თეორია იყო, მნიშვნელოვანი თეორია, რომელიც კაპიტალიზმის კრიზისს ხსნიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითონ სოციალისტური რაღაც სისტემის კრიზისს ვერ გაჩვენებდა. და რა ვიცი, მარქსისტული პრინციპით ვინმე მითხრას, რომელიმე მარქსისტი, რომელიც სწორი შეფასებები მიცა კაპიტალისტური სისტემის კრიზისს, როდის თქვა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. მეგონი მარქსისტი არ არსებობდა, რომელსაც ეგ ეთქვა. აი მერე დაინგრევის შემდეგ მერე მარქსისტებმა დაიწყეს ამის ახსნა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ანუ იმის თქმა მინდა, რომ თეორიებს ყოველთვის აქვს რაღაც შეზღუდული ელემენტები. თეორიებს შეუძლიათ რაღაცა მოვლენების ახსნა და რაღაცა მოვლენების ვერ ახსნა. ესე არის გეოპოლიტიკური სკოლის სურათიც. ეხლა რასაც უყურებ, ეხლა საინფორმაციო ველზეც. რუსულ ანალიტიკოსებს როდესაც უყურებ, ისინი აშკარად აი ამ გეოპოლიტიკური ტერმინოლოგიით და თეორიებით არიან მონოსხული და ისინი მსჯელობენ აი ამ გეოპოლიტიკური ტერმინოლოგიებით, ხო? თავიდანვე ესე იყო საუბარი და თავიდანვე ისინი აი ამ მიმართულებით იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ თავარი პრობლემა, რასაც ხედავთ, არის ის, რომ მათ ვერ გაითვალისწინეს ორი ფუნდამენტური რამ ამ ომის პერიოდში. პირველი, ის ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს ამ ომის პერიოდშივე უკვე ტექნოლოგიური ეტაპი შეიცვალა. ეს დრონების ომი და სხვადასხვა ეს საშუალებები, რომლებიც აქამდე არ იყო ესე გამოყენებაში, ხო? კი, ყარაბაღის ომმა აჩვენა, რომ დრონები საკმაოდ ისე იყო, მაგრამ ეხლა ძალიან განვითარდა ეს. და კიდე სხვადასხვა ესეთმა საშუალებებმა, ტექნოლოგიურმა საშუალებებმა მისცა შედარებით სუსტ სახელმწიფოებს, ძლიერ სახელმწიფოებთან ნორმალური კონფლიქტის და შეიძლება ითქვას ზოგ შემთხვევაში წარმატებული სამხედრო დაპირისპირების საშუალება. ეს გამოჩნდა არა მარტო უკრაინაში, ეს გამოჩნდა ირანთან მიმართებაშიც. წარმოვიდგინე ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი და მე შეადარეს შენ ირანის სამხედრო ბიუჯეტს, ხო? რესურსურათაც და ფინანსურათაც ტექნოლოგიურათაც ყველანაირად ჩამოუვარდება, მაგრამ ამ საშუალებებმა, ტექნოლოგიურმა საშუალებებმა, იაფასიანი რაკეტები, დრონები და ასე შემდეგ, არ მიცა ამერიკას იმის საშუალება, რომ გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ უამრავი ადამიანი მოკლა და ლიდერშიპი, ესე ვთქვათ, ლიდერები გაანადგურა ირანის, მაგრამ ამოცანები ვერ შეასრულა. ხლა უკრაინელებმა ძალიან რაღაცას მიაგნეს, ჩემი აზრით. რუსეთი ვერ იტყვის, რომ დრონები წარმოებს უკრაინის მიღმა, ეს დრონები წარმოებს უკრაინაში. გასაგებია, რომ დასავლეთი ეხმარება ტექნოლოგიურად და სადაზვერო საშუალებებით და ასევე იარაღით, მაგრამ უკრაინელებმა, ჩემი აზრით, აი ეს თავდასხმები არის სუფთა უკრაინული გამოგონება. იმიტომ ეს მე მგონი დასავლური დაკვეთა ყოველ შემთხვევაში არ იყო. ეს შიგნით უშუალოდ რუსეთის სიღრმეში დარტყმები, ესე ვთქვათ, ხო? ეს არის აბსოლუტურად უკრაინული გამოგონება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ფრონტის ხაზზე სადღაც და ეგ ჩანს, რომ დონბას ადრე ძალიან მალე ალბათ ისინი დათმობენ. ცუდად არის ფრონტზე უკრაინული მხარის პოზიციები, მაგრამ ეხლა
შენ 4 წელია იცავ აპოზიციებს, ვერ იტყვი რა, ცუდად აქონდა საქმე საბოლოო ჯამში. და კი ბატონო ეს დათმობა ის იქნება, ძიმე იქნება, მაგრამ ნუ გამართლება აქვს, იმიტომ რომ ამხელა ეკონომიკურ ობიექტებს შენ ანადგურებ რუსეთში. და შენ რუსეთში უქნე დიდ საფრთხეს. ეხლა ეს ომი ხო ისეთი არ არის, როგორც წინა ომები იყო. ეს ომი ხო არის უკვე გამოფიტვაზე ომი. გამოფიტვაზე ომის დროს, აი ესეც უნდა ითქვას. გამოფიტვაზე ომის დროს თავარი ესე იგი შეიძლება სულაც არ იყოს სამხედრო ობიექტები. და კი ახლა სამხედრო რაღაცა განსაკუთრებული წარმატება შეიძლება არ აქვს, მაგრამ აგერ ყირიმში ბლოკადა არის პრაქტიკულად, ვერ შეაქვთ რაღაცეები და ნუ რუსეთი აჩვენებს იმას, რაც აქამდე მან დააგროვა ოლიგარქიული სისტემისგან, ტექნოლოგიურ ჩამორჩენას აჩვენებს და აჩვენებს მთელ რიგ აი ამ სისუსტეებს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ახლა თქვენ ახსენეთ დიდი სამამულო ომი. იმისგან განსხვავებით, დიდი სამამულო ომისგან განსხვავებით, დიდ სამამულო ომში უამრავი რესურსი იდებოდა ტექნოლოგიების ათვისებაში და ჰიტლერი როდესაც შევიდა რუსეთში, საბჭოთა კავშირში, პირველი გაკვირვება რაც იყო ის, რომ რუსეთს ყავდა უფრო ძლიერი სატანკო დივიზიები ვიდრე გერმანელებს, ის ტაიგერები ბოლოში გამოვიდა, დასაწყისში ესე არ იყო და აღმოჩნდა, რომ რაოდენობრივადაც ბევრი იყო და წარმოებაც უფრო მასობრივი შეეძლო. რა თქმა უნდა, საგაღებულო ტაიგერი ჯობდა T-24-ს, ხო, მაგრამ სამაგერ მასობრივ დაპირისპირებაში პირიქით. არაფრით არ ჩამოუვარდებოდა საბჭოთა სამხედრო ტექნიკა მთელ რიგი შემთხვევებში გერმანულს. თუმცა იყო რა თქმა უნდა გერმანელებს მთელ რიგ კომპონენტში უკეთესი ჰქონდა, ეგ იქნებოდა არტილერია თუ ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის სისტემა ზრუნავდა ტექნოლოგიებს. ეგ სისტემა ოლიგარქიული სისტემა, რაც პუტინი ამ ომამდე იყო და პუტინის რისი გადაწყობაც უნდა. ამაზე არ ზრუნავდა. პირიქით ამ სისტემამ ოლიგარქიული სისტემა ის პოტენციალი, საბჭოთა პოტენციალი გაანიავა და ეხლა აი პრობლემა რუსეთს ისე აქვს, რომ მას არ შეუძლია ისეთი ინტელექტუალური და სამეცნიერო ტექნოლოგიო ომი აწარმოოს, როგორც ეს შეეძლო საბჭოთა კავშირს. არ შეუძლია ეს. ერთადერთი ეხლა რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა რუსეთის, არის ის, რომ თუ კი ცივი ომის დროს იყო ერთი ტექნოლოგიური ცენტრი დასავლეთით, დღეს აღარ არის ეს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი მთელ რიგ საკითხებში არ ჩამოვარდება, ხო? და სწორედ ჩინეთის დამსახურებაა, რომ არც ირანი არ დაეცას. იმიტომ რომ ის ჩიპები იქნება თუ სხვა საშუალებები, ყველა კარგად ხვდებით, რომ ეს ჩინეთიდან არის შესული, ხო? და ეს ფუნდამენტურად ცვლის აი ამ სურათს. ეხლა როგორ ვთქვი, რომ გეოპოლიტიკა ეს ერთი ნაწილია ამ ყველაფრის. არსებობს მეორე ნაწილი, ესა კაპიტალისტური ნაწილი. კაპიტალისტური მომენტი კი ჩვენ ჩინეთს კომუნისტებს კი უწოდეთ, მაგრამ მთელი ეს კაპიტალისტური სიმძიმე, ვიცით რაზეც არის აწყობილი ეს კაპიტალისტური კეთილდღეობები, ხო? საწარმოები, ტექნოლოგიები არის ჩინეთში გადატანილი, ხო? ქარხნები არის ჩინეთში გადატანილი, ტექნოლოგიები არის ჩინეთში გადატანილი. და ეს კაპიტალისტური ციკლის სხვა პერიოდია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. ჯერ კიდევ ადამ სმიტი საუბრობდა იმ საშიშროებაზე, რომ შეიძლება წარმოებები გადავიდეს დიდი ბრიტანეთიდან და ამაზე შიშობდა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ადამ სმიტი იმედოვნებდა, რომ პატრიოტიზმი უკან დააბრუნებდა ამ საწარმოებს უკან ინგლისში. რეალობაში ესე არ მოხდა. რეალობაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ინგლისი რომელიც იყო მთავარი ინდუსტრიული რევოლუციის ქვეყანა, საბოლოოდ ჩამორჩებოდა. აი ამ ჩამორჩა და გადავიდა ეს ინდუსტრიები ჯერ შეერთებულ შტატებში და 80-იანი წლებიდან შეერთებულ შტატებიდან გადადის ეს უკვე ჩინეთში გადადის.
შესაბამისად, ეხლა ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ თეორიების გარდა უნდა ჩართოთ კაპიტალიზმის ესე იგი ციკლურობის ელემენტი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეხლა კაპიტალიზმის ცენტრი ეს ომი რატომაც მდგომარეობს, არის ის, რომ კაპიტალიზმის ცენტრი არ გახდეს ჩინეთი. კვლავ დარჩეს შეერთებული შტატები. ამაზე არის ახლა საუბარი. ეს და აქედან გამომდინარე ეს პერიფერიული ომები, ჩინეთის თვალით დანახული პერიფერიული ომები. ეს არის ჩინეთისთვის საიცოცხლო სივრცეების შეზღუდვის ელემენტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ აი ყოველთვის ამბობდი ეს ომი რომ დაიწყო, რომ ძალიან გავს ეს პირველი მსოფლიო ომის ვარიანტს, მდგომარეობას. პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გამოცხადებული იყო ის, რომ 1890-იან წლებიდან გერმანიამ დაიწყო დიდი ფლოტის შექმნა და ინგლისის დიდ ბრიტანეთს შეეშინდა მაშინ ამის. ეს ერთ-ერთი მომენტი იყო. დღეს, როდესაც ჩვენ ხედავთ ერთი ავიამზიდავი ქვია, ხო? ავიამზიდის შექმნას ჭირდება 10-დან 15 წლამდე, ხო? ამერიკას დღეს შეუძლია 2 საწარმოება. იმიტომ რომ შესაძლოა ჩინას 22-ის და 24-ის წარმოება შეუძლია, 20-ით მეტის წარმოება შეუძლია. განვითარების პერსპექტივაში და გემთმშენებლობა მთლიანად გადავიდა ჩინეთის მხარეს არის, ეხლა უპირატესი არის. განვითარების ელემენტების განვითარების ტენდენციას თუ ჩვენ შევხედავთ, ჩინეთი სხვაზე უპირატესობას ადრე თუ გვიან მოიპოვებს. ერთი ტექნოლოგიური ჩამორჩენა მას არ აქვს. პირიქით ტექნოლოგიებში ჩვენ ხედავთ, რომ გარღვევები აქვს, არაფრით არ ჩამოვარდება მისი ხელოვნური ინტელექტი, დასავლურ ხელოვნურ ინტელექტს, არაფრით არ ჩამოვარდება სხვადასხვა ტექნოლოგიები და დაიწყო ის, რაც აქამდე შეჩერებული გვეგონა, კოსმოსის ხელახალი ათვისება და კოსმოსზე ორიენტირება, ხო? ანუ ჩინეთი დროთა განმავლობაში 40 წელს 2040 წელს ჯობნის ყველანაირი მონაცემებით და სტატისტიკა ამას ამბობს, ამერიკას თუ ესე წავიდა განვითარება. როგორც გერმანია აჯობებდა ყველა ვარიანტში, რო არა პირველი მსოფლიო ომი. დიდ ბრიტანეთს აჯობებდა გერმანია განვითარებით ჯობნი და ინდუსტრიით ჯობნი და ეკონომიკით ჯობნი და სამხრეთ თვალსაზრისით ჯობნი და ფლოტის შენებლობით ჯობნი და უბრალოდ არ დასწავდა ეს. ამიტომაც სანამდე ეს მოხდებოდა, დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. იმ დროს, როდესაც გერმანია ჯერ არ იყო საბოლოოდ გზად და ჯერ და მინდა შეგახსენოთ, რომ გერმანია აშენებდა და პრინციპში ააშენა რკინიგზა აღმოსავლეთ ექსპრესი ბერლინი, სტამბული, ბაღდადი და ის აპირებდა კიდევ ამის გაგრძელებას, ანუ ევრაზიის დაკავშირებას სარკინიგზო სივრცით. ეგ იყო პრაქტიკულად საზღვაო ცივილიზაციის პრაქტიკულად დიდი გეოპოლიტიკური მარცხი. იმის შემდეგ ეს პროექტი დღემდე არ იყო გააქტიურებული, დღეს აქტიურდება შუა დერეფნების და ტრანსიმბირული გზით. და შესაბამისად, პირველი მსოფლიო ომის დროს დიდმა ბრიტანეთმა მნიშვნელოვანი კონკურენტი მოიცილა თავიდან და კაპიტალისტური ცენტრს შეუნარჩუნა რამოდენიმე წლით ამ ცენტრად ყოფნის, ესე იგი, უფლება, ესე ვთქვა. დღეს შეერთებული შტატების მთავარი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ტენდენციები რაღაცნაირად შეაჩეროს და ისეთ კონფლიქტებში ჩაეთრიოს ჩინეთი, რომელ კონფლიქტშიც ის ვერ გამარჯვებული. ამიტომ აი ძალიან საინტერესო იყო გახსოვთ ალბათ ზელენსკი სულ წუწუნებდა იმაზე, რომ მას ისეთ სამხედრო შეიარაღებას და იმ რაოდენობის არ აძლევენ, რომ კონჩეტევა განახორციელოს, ხო? რა ლოგიკა იყო? ბაიდენის დროს კი ბატონო. ეს ბაიდენის რა ლოგიკა იყო ეს რა? არა, ეს რა ქვია, რუსეთის მუქარამ შეუშალა ხელი? არა. თავი ლოგიკა იყო ის, რომ არ უნდა ქონოდათ არც ერთ მხარეს ისეთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომ რომელიმე მხარე შეძლებოდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება. და გადასულიყო ეს კონფლიქტი აი ამ გამოფიტვა ეტაპზე, რაც საბოლოოდ და ეგ წარმოდგენა ძალიან გასაგებია ჩემთვის იყო, რომ რუსული ოლიგარქიული სისტემა ამას ვერ გაუძლებდა, იმიტომ რომ მთელი ფინანსები იყო დასავლეთში და საბოლოო ჯამში
რუსეთთან შეთანხმება მოხდებოდა იმით, რომ შეიძლება უკრაინის ნაწილი კი დაეთმოთ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთი ამ დიდ კონფლიქტში იქნებოდა დასავლეთის მხარეს ჩინეთის წინააღმდეგ. ხლა, ეს იყო თავდაპირველი გეგმა, ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, როგორც მახსოვს, ამაზე ბევრს აქვს ნასაუბრები, მაგრამ თავარი მომენტი არის ის, რომ პროცესის დროს ბევრი რაღაცა შეიცვალა. პროცესის დროს შეიცვალა ის, რომ დეფიციტი რუსეთში ტექნოლოგიური არ მოხდა, იმიტომ რომ ჩინური პროდუქციით და ჩინური ტექნოლოგიებით აივსო ეს ქვეყანა, ეს ერთი ნაწილი. სამხედრო კომპონენტში პრინციპში არავინ არ მიცემს ახლა, ჩინეთი არ მიცემს იმის საშუალებას რუსეთს რომ ჩამოიშალოს, მაგრამ ჩემი აზრით არც იმის საშუალებას არ მიცემს, რომ ის ისე შეიარაღდეს, რომ მან რაღაც მასშტაბური ომი წამოიწყოს ესე იგი ევროპაში, რასაც რუსეთი ახლა როგორც იმუქრება, ამ ომს ახლა მოდი ესე ვთქვათ, რუსეთი თუ წამოიწყებს, რასაც კარაგანოვიც იმუქრებოდა და კიდე სხვაებიც, ხო? ამ ომს თუ კი რუსეთი წამოიწყებს. მას ხო დაჭირდებათ საკუთარი ეკონომიკური ბაზა, რომელიც რუსეთს არ აქვს. კი, და ტექნოლოგიური რესურსი, ხო? ამ ომს ახლა რა ერთი არის უკრაინის ებრძვი და მეორე არის ევროპას ებრძვი და ნატოს ქვეყნებს ებრძვი, ხო? მას დაჭირდება ესე იგი მნიშვნელოვანი ზურგი. ამ ზურგის გარანტია აქვს რუსეთს. რუსი ანალიტიკოსები ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ ჩინეთი არავის მოკავშირე სიამოვნებაში არ არის, საკუთარი თავის გარდა. კი ბატონო. ამაზე საუბრობენ. ამიტომ ჩემი აზრით აი ეს ომის გაწელვა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ არც ერთი მხარე, შეერთებული შტატები, არც ჩინეთი არ იყო დაინტერესებული არც ერთი მხარის სწრაფად გამარჯვებაში და მოწინააღმდეგე მხარის სწრაფად დამარცხებაში. და ერთმანეთის წინააღმდეგ სხვისი ხელით, სლავი ხალხების ხელით, თითქმის ერთნაირი მენტალიტეტის მქონე ერები ერთმანეთს აომეს და ამით შეხედეს უკვე ერთმანეთთან როგორ ესე იგი გაარკვევდნენ საქმეს. ეხლა მეორე ფაქტორი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაშიც ტრამპი შეცდა, იყო ირანის საკითხი. ეხლა ირანის საკითხი რატომ არის მთავარი პრობლემა? საქმე იმაშია, რომ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში დგას პრობლემა და ეს პრობლემა დაკავშირებულია ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასთან, ხო? ტრამპის დანაპირები რომ ქარხნებს ის დააბრუნებდა, ხა ეს ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს ორი ელიტა, ფინანსური და ინდუსტრიული. მაგრამ ინდუსტრიული არ არსებობს, ეს სიამოვნებაში საშუალო ფენა. ამერიკული საშუალო ფენა. ხა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ფული შემოგდიოდეთ დოლარის ჰეგემონიით, ესე ვთქვათ, და არ მუშაობდეთ. ამას თქვენ ჩაანაცვლოთ იმით, რომ იმუშაოთ, ხარ ჩაანაცვლოთ, ხო ბუნებრივია. ამ ფინანსური ელიტების უკან და ძალიან კარგად ჩანს, ფინანსური, საკომუნიკაციო, ტექნოლოგიური ელიტის უკან არის ის დიდი ლობი, რომელიც ისრაელს უჭერს ხარს. ამიტომ ამერიკაში არის მთავარი პრობლემა. ერთი მხრივ მან უნდა ჩინეთის საკითხი უნდა მოაგვაროს, მაგრამ მეორე მხრივ ჩინეთის საკითხის მოგვარება თუ ინდუსტრიების უკან წამოღება, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ამერიკაში კვლავ ჩდება ძლიერი საშუალო ფენა, კვლავ რაღაც ანგარიშ გასაწევი პოლიტიკური ძალები ჩდებიან და ის ელიტა, კორპორატიული ელიტა, ძალაუფლება ვიღაცას უნდა გაუყოს. ეს ელიტა არ არის ამისთვის მზად და ამიტომ ამ ელიტისთვის საერთო და ინსტრუმენტი არის ისრაელი. ამერიკის მიღმა ისრაელის პოლიტიკაზე. ეს ასევე იდეოლოგიურადაც და ეთნიკურადაც გასაგები ხდება, იმიტომ რომ ამ ელიტის უკან ძირითადად წარმომავლობით ებრაელი ადამიანები არიან, რომლებიც ფინანსური ელიტა სწორედ ეს არის და მეორე მხრივ თვითონ ტრამპის პოლიტიკას ქარხნების დაბრუნებაზე არაფრით არ აწყობთ ეს. არაფრით არ აწყობთ. და ტრამპის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან იფიქრა, რომ ორივე საქმეს გააკეთებდა, ორი კუთხას დაიჭერდა. რაც არ გამოუვიდა და ეს ირანის მაგალითზე დამტკიცა, ჩემი აზრით, იყო ესე წარმოდგენა, რომ მოდი ჯერ ეს ფინანსურ ელიტასთან და საკუთარ ელიტასთან წავიდა გარიგებაში, მოდი ჯერ ისრაელის საკითხი, რაც ნიშნავს, რომ ირანის პრობლემა მოვაგვაროთ და მერე გადავიდეთ უკვე ჩინეთს.
და თანაც ჩინეთის ერთ-ერთი ეს მოკავშირე არის იქ აფრიკასთან გასასვლელ გზებს არ მივცემთ და ჩვენ იქნება ყველაფერი. და რაზეც წამოეგო და რაზეც არ ეგონა იყო ის რომ ყველას ეგონა მოხდებოდა იგივე რაც რამოდენიმე თვის წინ როდესაც ამერიკელებმა დაბომბეს თეირანი მაშინ გახსოვთ ალბათ და როდესაც ესე იგი ეს ბირთვული ის მიწისქვეშა ლაბორატორიები და ისინი განადგურეს, ხო? საქმე იმაშია, რომ ეხლა მოვუნდათ ფართო მასშტაბიანი კონფლიქტი და ამ კონფლიქტში ჩათრეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების არმიაც. ამას და კიდე მე ეჭვი მაქვს და როგორც ვუყურებ თვითონ აი ამ ამერიკის საინფორმაციო სივრცეს, აი ძალიან საინტერესო არის თქვენ უფრო ადევნეთ თვალს, იმიტომ რომ მან ცხოვრობთ ერთი მხრივ ესე იგი ირანთან ომს თელი ეს პრესა საინფორმაციო სივრცე ამართლებდა და მხოლოდ გამოჩნდნენ რაღაცა ვისაც პოდკასტები აქვს და ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ რომლებიც ამას კრიტიკულად უყურებდნენ ესენი გამოჩნდნენ და მეორე მხრივ თვითონ ტრამპის ლანძღვა დაიწყეს ანუ მათ საქმეს აკეთებდა და მადლობელი და ხარდაჭერის მაგივრად მეორე ხელით უთხრიან საფლავს ესეთი ის გამოვიდა ხო და ეს ძალიან კარგად აჩვენებს ამერიკაში არსებულ შიდა წინააღმდეგობას, რატომაც ამერიკა ვერ ახერხებს და ჩემი აზრით ის რომ ამერიკა გაჭედილია ახლა ამ ომში ეს არის შიდა დაპირისპირების შედეგი, თორე მოდი ესე რეალურად ვთქვათ ყველა ესეთი კონფლიქტი რომელიც შეერთებულ შტატებმა დაიწყო ერაყი იქნებოდა თუ ავღანეთი იქნებოდა, ხო? აბას ამზადებდნენ თვეების განმავლობაში. მანთ იყო ყოველთვის ცენტრალური და ომის სიმძიმეები, ხო, რასაც ქვია. აი სადაც სადამ ხუსეინი უნდა მოეკლათ, სადაც თალიბანი უნდა ჩამოეკლათ, ანუ იყო ეგ ცენტრის სიმძიმეები. ამას ამზადებდნენ თვეების განმავლობაში და მერე ხდებოდა ესე დარტყმა, ხო? ესე იყო. ეხლა როგორც მოხდა, ეს ყოველგვარ ამერიკულ სტრატეგიას არ გავს. აი ეს არის რაღაც ამოვარდნილი სტრატეგია ირანთან კონფლიქტი, რომელიც აბსოლუტურად სხვა ლოგიკით წავიდა. მე მგონია რომ ეს შიდა დივერსიის ამბავი იყო. რომ ტრამპი გაჭედილი იყო და ტრამპი მიბმული იყოს ისრაელის საკითხს. ის რომ ტრამპი ეხლა ლანძღავს ნეთანიაჰუს და უნდა გამოსვლა ეს რამდენად გამოუვა ტრამპს არ ვიცი, მაგრამ მე მგონია საბოლოო ჯამში ტრამპს რომ გამოუვიდეს ეს შეიწერავს ტრამპს და რო არ გამოუვიდეს, მაინც შეიწერავს ეს ტრამპს. ორივე შემთხვევაში ესეთი მომენტია. აგებული თამაშია. ის მომენტი რომ ეგ შემთხვევითი არ არის რომ ეს ძალიან ისეთ საინფორმაციო ველს აკონტროლებენ, ხო? ერთი მხრივ აი ძალიან საინტერესო მომენტია, რომ აი ეს რასაც მემარცხენეებს უწოდებენ, ხო? ეს ხო იმ საინფორმაციო საშუალებებისგან სრულ მხარდაჭერა აქვს, რომელიც ამართლებს ახლა ისრაელის აქციებს, ხო? იმის თქვა მინდა, რომ საბოლოო ჯამში ეს შიდა წინააღმდეგობა შეიძლება გადაზარდოს ელიტების კრიზისში. ელიტების კრიზისი კიდე გამოწვეულია იმით, რომ ყოველთვის ყველა პოლიტიკოსისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ელიტარული თამაშები, ვიდრე სახელმწიფოებრივი თამაშები. ესე იყო რამოდენიმე ადამიანის გამოკლებით სოფლიო ისტორიაში, როგორც წესი. ტრამპი არის ადამიანი, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვიკვირს, ხო, რომ ერთდროულად ორ მესიჯს, ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯს ამბობს ხოლმე. კი, შეიძლება ეს ერთი მხრივ მივაწეროთ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება მივაწეროთ მის სტრატეგიას, რომ ის ორივე მხარეს ორი კუთხის დაჭერის ლოგიკიდან ფუნქციონირებს და კომუნიკაციის ორი ის აქვს. ორი სუბიექტი აქვს. ერთი მხარეს ორივე მხარეს ელაპარაკება, რომ თქვენ საქმესაც გავაკეთებ და თქვენ საქმესაც გავაკეთებ. ორივე საქმეს გავაკეთებ.
ამიტომ თვითონ ეს კაპიტალისტური პრობლემა ამერიკაში. ამ პრობლემას კაპიტალისტურ პრობლემას ქვია ფინანსიალიზაცია ყველაფრის და ამ ფინანსიალიზაციის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკამ იმისთვის რომ შეინარჩუნოს საუკეთესო არმია, მას სჭირდება ინდუსტრია. ინდუსტრია ნიშნავს იმას, რომ ამ კორპორაცია ფინანსურ ელიტამ უნდა გაუყოს ძალაუფლება სხვას, ეს არ უნდა მას და ამიტომ ჩნდება შიდა წინააღმდეგობრივობა, რომელიც ვლინდება გეოპოლიტიკურ ასპექტებში. იმაში, რომ დღეს ამერიკა იმის მაგივრად რომ იყოს ჩართული ჩინეთის წინააღმდეგ ნიშნულოვან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, გააჭედილია ირანთან და ისრაელის საკითხს აგვარებს. ეხლა რატომ არ უნდა და ეხლა მეორე საკითხია. ჩინეთსაც და ეგ ძალიან ისეთი საოცარი რაღაცა, ჩინეთსაც და რუსეთსაც ჩემი აზრით უნდა რომ ამერიკა იყოს დაკავებული ისრაელის საკითხებით. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ესე იგი დასავლეთის ხარდაჭერა ისეთი ვერ იქნება მძლავრი უკრაინისადმი, რუსეთისთვის, ხოლო ჩინეთისთვის ეს იქნება ის რომ ამერიკას არ ეცლება ჩინეთისთვის. ისრაელი საბოლოო ჯამში თითქოს რომელიც უნდა იყოს იმის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი არის გადაქცეული ამერიკის მთავარი პრობლემად, გეოპოლიტიკური პრობლემად, რომელიც მის მოქნილობას აბსოლუტურად ესე იგი ანადგურებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის. თან არა მარტო რაღაც მორალურ პრობლემებს უქმნის, იმიტომ რომ საზოგადოების, სოფლიო საზოგადოების დასავლეთში როდესაც ყოველთვის პრო-ისრაელური პოზიციები იყო, ხო, თითქმის შეერთებულ შტატებში. დღეს არის მაქსიმუმზე ესე იგი ასული ანტიისრაელული გაწყობები და პროპალესტინური და ანტისემიტიზმის შემთხვევები გაზრდილია ევროპაში. და ჩვენ ნახეთ ხო იტალიის პრემიერ-მინისტრი რომელმაც არ გადაიღო სურათი არ ცდილობდა რომ ნეთანიაჰუსგან შორს დაეჭირა თავი ისაც ნახეთ ესე იგი ეს შიდა ფინანსური ელიტა არის თავი პრობლემა სხვადასხვა საქართველოსიც რომელიც მაგალითად შიდა ფინანსური ელიტა დაკავშირებულია გადამყიდველთა კლასზე გადამყიდველი კლასია ეს სულ არ უნდა რომ აქ რაღაცა ძლავრი წარმოება იყოს ეს გადამყიდველი კლასი ჭირდება რომ თურქეთთან თავისუფალი ხელშეკრულება იმიტომ რომ იქიდან პროდუქტები თავისუფლად გადაიტანოს და აქ კვდება ჩვენი წარმოება და პოტენციალი და ხალხი გარბის და სამუშაო ადგილები არ იქნება და ასე შემდეგ და ნუ ეგ რა შეიქმნა ზოგადად ფინანსური ელიტის რაც არის ძლიერი იქ წარმოება როგორც წესი მე რომ უნდა იყოს მაგრამ სხვაგან ფული არ არის ფულის ინსტიტუტი სხვა არ აქვს წარმოგიდგენთ არც ობლიგაციები არ არის რომელიც სახელმწიფო დაბეჭდავს არც ბირჟა არ აქვს აი საბანკო სისტემა რომელიც ლონდონის ბირჟაზე არის მიღული და რომელიც პრაქტიკულად ქართული ბანკების არ არის რამდენად ქართული ბანკებია სახელებით ხო მე ხლა არ მინდა ესეთი ძალიან ისეთი მემარცხენე კრიტიკა გამომიდეს ბანკების თუ ბანკები ცუდები არიან ბანკები არ არის ცუდი თუ შენ გაქვს რაღაცა ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა სადაც აბალანსებ ამას და იყენებს სწორად თუ სწორი გამოყენება არის ბანკი ძალიან კაი ინსტრუმენტია მაგრამ იმდროს როდესაც შენთან ყველანაირი ხელისუფლება შეიცვლება მაგრამ საბანკო სისტემაში ის ელიტები კვლავ რჩებიან რაც დააკავშიროს დროს იყო დღემდე ისინი არიან და არაფერი არ იცვლება ამ მიმართულებით. მიანიშნებს რომ რეალური ბატონ პატრონი ამ ქვეყნის ვინ არის ეს კარგად ჩანს. და ის რომ ვინ ესენი ხო ფინანსური ელიტა ზოგადად არ არის ნაციონალური ელიტა. შეიძლება ეთნიკურად ქართულები იყვნენ ზოგიერთი, მაგრამ ისინი არც მენტალურად არ არიან ქართულები, ისინი ეროვნულ პროექტს არ ქმნიან. ეს ამთავარი. ისინი ეროვნულ პროექტს არ ქმნიან. ისინი ეროვნულ პროექტს ყველანაირ ცდილობას დაუპირისპირდებიან. არც ქმნიან და არც ემსახურებიან საერთოდ. როგორც შეერთებულ შტატებში. რასაც აკეთებს ეს კორპორატია, ეს პრინციპში ეს არის ანტიამერიკული, მე თუ მკითხავ, ანტიამერიკული საქმიანობა. რაღაც წარმოუდგენიათ რაღაცა ისა და მე არ ვიცი ამერიკა ეხლა რა სტადიაშიც არის როგორ გამოვა, მაგრამ ფაქტია, რომ ძიმე კრიზისი ელოდება, პოლიტიკური კრიზისი ელოდება და ეს პოლიტიკური კრიზისი შეიძლება
ძალიან ძვირი დაუჯდეს. იმიტომ რომ კვლავ იმეორებ რეგიონი, სადაც მან წარუმატებლობა განიცადა, ეს არ არის ჩვეულებრივი რეგიონი. ეს არის ძალიან მდიდარი რეგიონი სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით. 82% კორეის და იაპონიის გონი 79 და 82 კორეისა და იაპონიის სწორედ ნავთობს იღებს ჰორმუზის სრუტედან და ჩვენც კი დაგვეტყობა, იმიტომ რომ სასუქი იქნება თუ სხვა სწორედ აქედან გამოდიოდა ის. ესა ძალიან მდიდარი მხარე ობიექტურად და კაცობრიობის ცივილიზაციის ცენტრი არის, იმიტომ რომ მან გაჩნდა პირველი ცივილიზაციები. კაცობრიობა მან არ გაჩერინა, მაგრამ ცივილიზაციები ნამდვილად მან გაჩნდა. აქედან გამომდინარე, აი ეს პრობლემა, შიდა პრობლემები, აი კაპიტალიზმის მიმოხილვის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ერთი მხრივ კაპიტალისტური ეს გადაადგილების ეტაპი, წარმოების გადაადგილების ეტაპი უკვე მომხდარია, ის გადასულია ესე იგი ჩინეთში და მეორე მხრივ შიდა წინააღმდეგობა ფინანსურ ელიტასა და პოლიტიკურ ელიტას შორის ჩდება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც გეოპოლიტიკურად დაისახება იმაში, რომ ეხლა მიმდინარეობს ომი, ესე იგი ირანთან იმის მიუხედავად, რომ ვითომ შეწყდა კაციშვილმა არ იცის, შეწყდა თუ არა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპს ეს რომ ცუნდოდეს, ნეთანიაჰუ და ებრაელები ისეთ რაღაცებს გააკეთებენ, რომ ის მათ კვლავ მოუწევთ რაღაცა მანდყოფნა, მინიმუმ ვერ გასვლა. თან მარტო ისრაელის ებრაელობა კი არა, ამაში ივაშკაცებს ამერიკის ებრაელობაც. არა, მე მაგის თქმა მინდა, რომ სწორედ ეს კორპორატია არის ეს ამერიკული ებრაელობა, რომელიც ისრაელი არის ინსტრუმენტი, რომ ამერიკა არ ჩაანაცვლოს ეს კორპორატია. იმისთვის რომ არ ჩაანაცვლოს, ანუ რატომ არ უნდა ამ კორპორატიას ჩინეთთან დაპირისპირება? იმიტომ რომ ჩინეთთან დაპირისპირების ლოგიკა არის, რომ ინდუსტრიების უკან წამოღება და მათ არ უნდა ინდუსტრიების უკან წამოღება. მაგრამ ეს სხვა თემაზე გადაგვიყვას, მაგრამ რა ქვია გეტყვი, მაგრამ ისიც ხო ფაქტია, რომ დოლარის ჰეგემონია ადრე თუ გენ დასრულდება, იმიტომ რომ ის რესურსი, რაც 50 წელი იყენებენ ამ გატანილი ინდუსტრიის ხარჯზე, ამ საბჭოთა მანქანასაც თავის რესურსი აქვს, მე ბუნებრივია ქაღალდს და საღებავს არ გულისხმობ, მაგრამ რაღაცაზე ხო უნდა იყოს მიმული. ჯერჯერობით ეგ იმის მიხედავთ ჩინეთი აკეთებს, აი რუსეთი ეროვნულ ვალუტებით ვაჭრობდა, ბალანსირებული ვაჭრობა, რომელიც საერთაშორისო იმის დარღვევაა ვაჭრობა. სოფლიო ბანკის ყველარი ხალხი რეგულაცია დარღვევაა, მაგრამ მაინც საქმე იმაშია, რომ ჯერჯერობით არ ჩინეთი არაა დაინტერესებული ამით. აი ეს არის უცნაური, მე ბრიქს სხვა მოლოდინი მქონდა და მე ბრიქსმა სხვა სახე მიიღო. არა. მოდი რომ არც ინდოეთი იყო ეგ პირველი განხეთქილების ინიციატორი, ანუ ერთიანი ბრიქსის ვალუტის შექმნისა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მე არც ჩინეთი და მე მგონი არც რუსეთი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რატომაც არ არის ჩინეთი, იმიტომ რომ ჩინეთის ამერიკას აქვს უდიდესი ვალი ჩინეთის. და ეს ფინანსურ მდგომარეობას ჩინეთისაც, ანუ ჩინეთშიც ეგ შიდა წინააღმდეგობა არსებობს. ანუ არც ჩინეთის ბოლომდე არ აწყობს ბოლომდე ამერიკული დოლარის განადგურება და ამერიკის ბოლომდე, ანუ აქ როგორია იცით, რომ არც ერთ მხარეს ახლა რო დავაკვირდეთ, არ აწყობს მეორე მხარეს სრული განადგურება თუ იზრაელს არჩევს. იზრაელს უნდა რომ ირანი განადგურდეს, მაგრამ სხვა დანარჩენებს დიდ მოთამაშეებს არ უნდათ მეორე მხარეს სრული განადგურება. უნდათ ის შესუსტება მეორეს, რომ ამ პროცესით მე თვითონ ისარგებლონ და გახდნენ გამარჯვებულები. ესეთი რამ სოფლიო ისტორიაში ძალიან ბევრჯერ არსებობდა მაგალითად, რა ვიცი, პელოპონესის ომი, სადაც ერთმანეთს ებრძოდნენ 20 წელი ჯერ დელოსის, ანუ ათენი და სპარტა, დელოსის და პელოპონესის კავშირები და შემდეგ კიდე იყო ერთი ომი პოლოსებს შორის, გაწერილი ომი იყო და მე აბსოლუტურად სხვა ძალა, უცხო ძალა მოვიდა, რომელმაც ამ თამაშის წესებით არ ითამაშა. ეს იყო მაკედონელები და რომლებმაც ერთის დაამარცხა და მეორეს. ის მაინც შეინარჩუნა სპარტამ საკუთარი დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ახალი ძალა შემოვიდა, რომელსაც ის ძველი თამაშის წესები არ აინტერესებდა. ეხლა ჩდება
ისეთი სიტუაცია, რომ ყველა ცუდი ზოგადად ომის დროს შეიძლება კარგიც, მაგრამ ცუდიც. არის ის, როდესაც ომის თამაშის წესები იკვეთება. ომში თამაშის წესები იკვეთება. ომში თამაშის წესები რას ნიშნავს? რომ გამარჯვება არ იქნება ტოტალური და დამარცხება არ იქნება ტოტალური. დამარცხებები და გამარჯვებები იქნება ბევრი. და როდესაც ესეთი ომის წესები აღარ არსებობს, იქ დამარცხება და გამარჯვება არის ტოტალური. გასაგებია ხო რასაც ამ. ანუ მე ესე შიში მაქვს რომ მუდმივ განგრძობიდი კონფლიქტების შიში მაქვს. ანუ დასასრული რო არ უჩანს. ეს იქნება. ეს იქნება იქამდე სანამ სხვა ძალა არ მოვა. არ გამოჩნდება რომ ის ამ თამაშის წესებს არ არის. ანუ თუ სოფლიო ისტორიას შევხედავთ, უამრავჯერ მოხდა ეგეთი რაღაც. მაგალითად ვამბობ, გაგრძობითი იყო სპარსულ-ბიზანტიური ომები. რამდენჯერ მოხდა ეს? და საქართველოს იყო ჩართული დიდი ომიანობა ეგრისში, ხო? და სად არის იყო ქართლშიც იყო ვახტანგ გორგასალი. პრინციპში ამ ომების თითქოს ნაწილიც იყო, მაგრამ ხო. მე და საბოლოოდ რა ხდებოდა, რომ არც-ერთი მხარე ბოლომდე არანადგურებდა მეორეს. იყო პატარა გამარჯვებები, იყო რაღაც ტერიტორიული უპირატესობები, ზოგჯერ ერთი მხარე, ზოგჯერ მეორე მხარე. უცბად მოვიდა ახალი ძალა, არაბები, გაანადგურეს სპარსელები თავიდან ბოლომდე. და რა ვიცი, ბიზანტია ძლივს გადაურჩა განადგურებას, რომ არა ბერძნული ცეცხლი და სადაც არაბული ფლოტი დაწვეს, შეიძლება ნაადრევად დასრულებული იყო ბიზანტიის ისტორიაც. მაგრამ, ეს ახალი ძალა ჯერჯერობით არა ფორმირებული. მე ამის ყველაზე დიდ წინააღმდეგობას, რომ ეს ახალი ძალა ან ძალები რეგიონალურად თუნდაც რომ არ ჩანს, მე ამას ასე ვაფასებ. ყველა შენს მიერ ჩამოთვლილ სახელმწიფო კომპლექსში, რომელიც კარგი ბუნებრივი ასეთი ღრმა ისტორიული ანალიზი და მე ხედავ ერთ რამეს, რომ ყველა მძირეულ მოთამაშეს, თავარ მოთამაშეს ყავს შიდა დაპირისპირება, აქვს უბრალოდ შიდა დაპირისპირება და მე ამას ვეძახი კომპრადორულ ელიტას. კარაგანოვის ინტერესს რო დაუბრუნდეთ, ასევე ერთი ძირითადი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთში ყოველთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყვნენ გაყიდული პოლიტიკური ელიტა, ასევე ამბობს ღია ტექსტით. და ეს კომპრადორული ელიტა დღესაც, როგორც ის ამბობს და მანაც რომ არ თქვას, ჩვენც ხო ვატყობთ, რომ იქ რუსეთი თითქოს ორი რუსეთია, ვინც ნაყოფი არ არის და მედიით აფასებს და კრიტიკული აზროვნება აქვს, ისიც ხდება, რომ იქ ერთი რუსეთი არ არის. და ეს კომპრადორული ელიტა ყველაფერს ცდილობს, რომ საბოლოო ჯამში, როცა ომი დასრულდება, ყველაფერი იყოს ისე, როგორც ომამდე. ანუ ფინანსური ინტერესები, ბრუნვა, კარგი ავტომობილები, უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელის უნამობები, ანუ ფუფუნებაზე ორიენტირებული და რაც თავარია, კორპორატიულ ელიტებში მათი აქტივების განთავსება სარგებლიანი მარჟით. და მე ვფიქრობ, რომ სანამ რუსეთში ეს არ დასრულდება, მანამ რუსეთი ალბათ დიდ გამარჯვებას ვერ მიაღწევს. შესაძლოა ეს ჩვენთვის კარგიც იყოს, შესაძლოა კი არა, ალბათ კარგიც არის, მაგრამ ყველა ჯოხს ორი ბოლო აქვს, მონეტას ორი გვერდი აქვს და ამას აქვს მეორე გვერდითი მოვლენა, რომ სანამ რუსეთი არ ჩამოყალიბდება, მანამ სამხრეთ კავკასია იქნება ყოველთვის გაურკვეველ ვითარებაში. ფაქტობრივად, როგორც ეხლა არის. რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება, იგივე სომხეთის არჩევნები ბევრისთვის გასაკვირად დასრულებული, თუმცა ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ ახლა ამ ეტაპზე რუსული გავლენები რომ სომხეთში დასუსტდებოდა, მე მაგალითად ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. იქ აზერბაიჯანის როლი სამხრეთ კავკასიაში როგორც დომინანტის, როცა თურქეთი ზუგს გიმაგრებს და პარალელურად ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპონენტი გაქვს შეიარაღებულ ძალებში და ალბათ ეკონომიკაშიც და მე შემდეგი კითხვა ასეთი მაქვს, ნუკრი, რომ აი ამ კომპრადორულ ელიტას როგორ ფიქრობ, აი ამ ისტორიულ ჭრილში შესაძლოა, რომ რამე დაუპირისპირდეს, ანუ თითოეული სახელმწიფოს ეროვნული იდეა. აი მაგალითად დღეს პუტინს ჰქონდა შეხვედრა კრემლის დიდ დარბაზში სამხედრო კურსდამთავრებულებთან და იქ თქვა გენიალური რამ, რომ
როცა 51 წელს გერმანია, ფაშისტური გერმანია და კოლექტიური ევროპა რუსეთზე აპირებდა შეტევას და დაგეგმეს და განახორციელეს, იმართლებდნენ თავს თურმე, პუტინის თქმით და ალბათ ასეც იყო, რომ რუსეთი აპირებდა მათზე თავდასხმას და უნდა შეეჩერებინათ ეს რუსული დათვი და ასე შემდეგ. და აქვე მან თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს ბუნებრივია ევროპაზე თავდასხმას, იმიტომ რომ არც რესურსია ევროპაში და რო შეხვიდა და დაიკავო, ის უნდა აკონტროლო და ამის რესურსი რუსეთს, უბრალოდ ამის სურვილი რუსეთს არ აქვს. აქვე ესეც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციას სამობილიზაციო რესურსიც არ აქვს და ომის გამოცხადებას ნამდვილად არ აპირებს და არც იზავს ამას, იმიტომ რომ ისედაც ის ეკონომიკა გაუჩერდება რაც აქვს. ანუ მაღაზიები, საგანგებო რეჟიმები ჩაერთვება დიდ ქალაქებში, მაღაზიები დაიკეტება, მედიაზე იქნება სერიოზული შესხვა და შესაბამისად რეკლამას ფასი დაუვარდება და ასე შემდეგ და ზუსტად ანალოგიურ სიტუაციას მე პარალელს ვავლებ. აქ ტრამპს აქ. ზუსტად. გამომდინარე იქიდან, რომ რაც შენ მედია თქვი. ეხლა მაგალითად Fox-ი და CNN-ი ხო სხვადასხვა თანაფარდობით იყო ბაიდენის დროს. ეხლა ტრამპის დროს სხვადასხვა თანაფარდობით, მაგრამ ერთი არის მნიშვნელოვანი ის, რომ ყველა ძირითადი ბეჭდური გამოცემა და CNN-ი, ანუ ლიბერალური არხები, CBS, NBC და ასე შემდეგ. ტრამპს ლანძღავდა იმის გამო, რასაც ის ჩადიოდა ირანში და როგორც კი ეს ხელშეკრულება დადების პროცესში გადავიდა, ხელშეკრულება სამშვიდობო პროცესში, ხო? იცი როგორი ლაიტმოტივია, რომ ტრამპს ადანაშაულებენ, რომ კაპიტულატურ ხელშეკრულებას მოვაწერაო ხელი. იმასაც კი ამბობენ, რომ ეს რითი განსხვავდება ობამას 2015 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან ირანთან მიმართებაში. აი ესეთი პარადოქსალური რამეა და აქაც ზუსტად არის ორმმართველობა. აი შენ ახსენე, რომ ანტისემიტური მოძრაობა პრინციპში ეს დიდ ქალაქებშია, კალიფორნიაში და ნიუ-იორკში. ხა ნიქსი იცი შენ, რომ გახდა NBA ჩემპიონი და მეორე თუ მესამე თამარზე იყო და ისეთი ფსტვენით შეხვდნენ, მე მანჰეტენზე ვიყავი, მეგონა რევოლუცია იყო, მაგრამ მე როგორც გაირკვა, თურმე ტრამპს ობსტრუქციას უწყობდნენ და იქაც ნიუ-იორკში, აი აქ და კალიფორნიაშიც ფაქტობრივად ანტისემიტურ მოძრაობებში არის ჩართული ზუსტად ის ემიგრაცია, რომელიც ბოლო 4 წლის თუ 5 წლის განმავლობაში გადმოვიდა. და ირანული არა, უბრალოდ პალესტინური აქტივისტები. ანუ კარწინკა მინდა ეხლა კარწინკაზე გავაკეთო აქცენტი, კარწინკა იდება ისეთი, რომ ნიუ-იორკში არის დიდი ანტისემიტური გამოსვლები და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს არის სატელევიზიო ვიზუალი რა, იმიტომ რომ რესპუბლიკურ შტატებში კვლავ სურთ, რომ ტრამპმა განახორციელოს ის, რასაც აკეთებს და დაასრულოს. და მე სიმართლე გითხრა, უკვე მართლა არ ვიცი ეს სადამდე მივა, იმიტომ რომ ეს უკვე არეულობას უფრო ემსგავსება. და აი ამ კომპრადორულ ელიტასთან დაკავშირებით ამერიკას რაც შეეხება, ჩემას ვიტყვი, რომ ფაქტობრივად ტრამპის ჩათრევა ამ კონფლიქტში იყო სადაზვერვო სამსახურების ინიციატივა და კერძოდ რედკლიფის და რახან რედკლიფის ინფორმაცია FBI-ს, ვინც არის CIA-ს, ბოდიში CIA-ს დირექტორი. წინა ხელისუფლებების დროს, როცა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსის ანგარიში რო არ მართლდებოდა, ან სახელმწიფო ამ ანგარიშის საფუძველზე წაიბორძიკებდა ან რაღაც ცუდ სიტუაციაში ვარდებოდა, როგორც წესი, ხელისუფლება ამ CIA-ს დირექტორს ემშვიდობებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ რედკლიფი თავის ადგილზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპს ძალაუფლება არ აქვს რეალურად. საერთოდ. და ამ კომპრადორულ ელიტასთან დაკავშირებით კიდე მინდა ევროპას უცებ შევეხო, სანამ შენ აი ამ ჩემს მეორე კითხვაზე გაცემდე პასუხს, რომ სტარმერი ფაქტობრივად გადადგა და ალბათ თვე ნახევარი იქნება დროებით შემსრულებელი ამ ყველაფრისა და ფაქტია, რომ ეს კოლექტიური ევროპა საბოლოო ჯამში დაემსგავსა ანუ როგორ გითხრა, ანუ ნიღაბი ჩამოიხსნა და
აშკარად გამოჩნდა თუ ვისი მხრიდან იმართება ეს ჩვენი კოლექტიური ევროპა, რომ ეს არის London City. და ძალიან გთხოვ, აბა, აი ეს ჩემი მეორე ნაწილი, შენ როგორ ხედავ ამ ყველაფერს, რამდენად ეთანხმები და შენ როგორ ატყობ უახლოეს მომავალში, შენ კარგად ახსენე ჩვენი ეთერის დაწყებამდე, რომ საბოლოო ჯამში 10-15 წელიწადში შეიძლება მარქსიზმის იდეაც კი გაცოცხლდეს და რას ფიქრობ შენ ამასთან დაკავშირებით, აი ამ კონკრეტულ გამყიდველურ ელიტასთან, რომლებიც ფაქტობრივად საზრდოობენ ყველა დიდ სახელმწიფოში და არა მარტო. რა არის ისე პირველ მსოფლიო ომს გადავხედოთ. პირველ მსოფლიო ომის კრიზისურ პერიოდებში ყველა მეომარ მხარეში იწყებს გაჩენას ისეთი წარმოდგენები, რომ ვიღაცები არიან გამყიდვლები. ნუ გერმანელები მარტივად ვიცით ვისაც გამონახავენ საბოლოო ჯამში დამნაშავეებად, ეს ებრაელები იქნებიან, ნუ სხვაგან სხვები არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი რაღაცა უნდა ითქვას, რომ შიდა ელიტარული წინააღმდეგობის ცდელობა, რომ გადაიტანო გარეთ, ეს ხშირად პოლიტიკოსები ამას მიმართავდნენ ხოლმე. ამერიკაში იყო და დღემდე რჩება შიდა იდეოლოგიური და ელიტარული კრიზისი. ეს ელიტარული კრიზისი მე მეგონა რომ ისეთი გამოცვლები იყო, რომ რასობრივ სამოქალაქო ომებს არ აცვლებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი გავიხსენოთ ეს აქციები რო იყო და პრაქტიკულად გარეთ რო დადიოდნენ შეიარაღებული ადამიანები და ეს უბედურება რო ხდებოდა. მაგრამ აი ეს ლოგიკა და მე დარწმუნებული ვიყავი რომ ტრამპი არანაირი მშვიდობის პოლიტიკით კი არ მოდის, არამედ მას ჭირდება მნიშვნელოვანი საგარეო გამარჯვებები, რომ აი შიდა ამბები რაღაცნაირად გადალახოს. მხოლოდ გარეთ ხდება ესეთი დიდი კრიზისების გადალახვა. ეხლა ჩემი აზრით აი ამ წარუმატებლობის შემდეგ, ტრამპის წარუმატებლობის შემდეგ ირანში რატომ ვერ ესე იგი ამთავრებს ამ კონფლიქტს? მარტო ის არ არის რომ გეოპოლიტიკური და მარტო ირანი არ არის. ამ კონფლიქტის სწრაფი დასრულება ნიშნავს რომ იმ შეკითხვებს და იმ დამძიმებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს ტრამპმა, რომელიც პრაქტიკულად სამოქალაქო ომს პირდება საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებს. თითქოს გარდაუვალია, ხო? თუ მიაწვება მაგურს. ხო, ამ ლოგიკიდან გამომდინარე გარდაუვალი ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ აი ხა დავაკვირდეთ ჩვენ რუსეთს. რუსეთში ყოველთვის იყო ეს წარმოდგენა, რომ აი საზიზღარი რაღაცა ლიბერალები, რომელებაც დაანგრიეს საბჭოთა კავშირი, ელცინის ელიტა და ასე შემდეგ. მოდი ხა ავიღოთ, ვინ არის რუსული საფინანსო სისტემის და ზოგადად აი ამ ჯგუფების წარმომადგენლები. ეს ის ხალხი, რომლებიც აი მაშინ ჩამოიყალიბნენ, ეგრეთ წოდებული პერესტროიკის შემდგომი ელიტაა, ხო? პერესტროიკის შემდგომი ელიტა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომი ელიტა, რომელიც დგას რუსული ფინანსური სისტემა. ის რომ ეხლა ერთი მხრივ კი მანდ ოლიგარქია არსებობდა, რომელიც პრობლემური იყო, მაგრამ ის რომ რუსეთმა რაღაც ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნა გარკვეულწილად. ამ ელიტის დამსახურებაც იყო. მეორე პრობლემა იცით რა არის, რომ აი კარაგანოვის გასაგებია რა კუთხითაც ეს აღიქვავს გასვდარსტვენიკის კუთხით, მაგრამ შეკითხვა ჩდება. რო არ ხავდა შენ ესეთი ელიტა, აი მან შიდა წინააღმდეგობა. აქვს კი რუსეთის სახელმწიფოს, აი მაგ ძალოვანებს და სხვა ვის უნდა დაეყო ამ ფინანსურ ელიტებს და აი ესეთ მოოლიგარქო ტიპებს, არ უნდა დაეყო ძალოვან ტიპებს, ხო? აქვს კი მაგ ძალოვანებს იმის უნარი მობილიზაციის, რომ აი ეს ეკონომიკური ცხოვრება სანქციების პირობებში ნორმალურად გამართვა. მე შეგახსენეთ, რომ ის მიუხედავად, რომ ძალიან ესე დიდი წარმატებებს მიაღწევს საბჭოთა კავშირმა რაღაც ეტაპებზე, საბოლოო ჯამში აი ეს პრობლემა, საბჭოთა კავშირის ფინანსური პრობლემები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მათ არ ჰქონდათ
მართვის ეფექტური საშუალებები. ძალოვნებს არ აქვთ მართვის ეფექტური საშუალებები და არც პარტიას არ აქვს მართვის ეფექტური საშუალებები. ეხლა შენ როგორ გინდა ის საზოგადოება, რომელიც მომხმარებლური საზოგადოება და რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მოსკოვი უბრალოდ არის ერთ-ერთი ყველაზე მყიდველობით უნარიანი ქალაქი, საკმაოდ სიმდიდრეს კონცენტრირებულია მათ, სხვა ცხოვრებას არიან უკვე შეშვეული 2000 წლიდან დღემდე, რაც პუტინი მოვიდა, სხვა ცხოვრებას არიან შეჩვეული და ეხლა ამ საზოგადოების დაკმაყოფილება შენ ვერ მოახერხ ხო იმ რაღაცეებით? სად არის ეს ელიტა, ეს ძალოვნები, რომლებიც ამას შეძლებენ? საქმე აი ამ შიდა წინააღმდეგობაშია, რომ ერთი მხრივ აი ეს ელიტა, ეგრეთ წოდებული ლიბერალური ელიტა, რაც შიგნით ხავს და რაც წამიკითხავს, არის პრინციპში მზად რომ კვლავ ითანამშრომლობს დასავლეთთან და კვლავ განაგრძობს ისრაელი პოლიტიკა. მეორე მხრივ ამ ელიტის გარეშე შეუძლებელია იმ ალტერნატიული რაღაცა საშუალებების, საფინანსო საშუალებების გამართვა. ძალოვნების ამის ფუნქციონირების აგების საშუალება არ აქვს. ეხლა განოვი რასაც საუბრობს, ის საუბრობს აი ადამიანი როდესაც რუკაზე უყურებს და პოლიტიკურ რუკაზე უყურებს, მაგრამ პოლიტიკური რუკის გარდა არსებობს სოციალური და ეკონომიკური რუკაც. ის როგორც ვატყობ ის ამ ნაწილს არ უყურებს და ისაც რომ ბირთვული იარაღით იმუქრება, ესაც იმაზე მიანიშნებს, რომ ერთი მხრივ გასაგებია რომ ეს ტემპერატურა უნდა აწვის, მაგრამ მეორე მხრივ ეს ყოველთვის მიანიშნებს იმას, რომ უსუსურობაზე რა რაღაცნაირ უსუსურობა დღეს ყოველ შემთხვევაში უსუსურობის ლოგიკიდან გამომდინარეობს რა, რომ თქვა ესე იგი არ აყავთ ისეთი ჯარი, რომ ევროპას ეომოთ. არ აყავთ ეგეთი ჯარი. აღიარებენ ამას ფაქტობრივად. დაგრჩენიათ ხოლოდ ისეთ. სხვათა შორის იმ ინტერვიუში ამბობს ამას. შეიძლება თუ არა დამარცხდესო რუსეთიო, ხო, შეიძლება გამოიფუტოსო, მაგრამ მე მოგვიწევსო ბირთვული იარაღის გამოყენება. ესე გამოფიტვა რომ ისინი ფსიქოლოგიურად უშვებენ ამას, რომ ისინი შეიძლება გამოიფიტნონ, სხვა გზა არ დარჩეს. ეს მიანიშნებს და ეგ პრინციპში ჩემთვის იყო ნიშანი იმის, რომ არა მუქარის რამდენადაც რაღაც თვით აღიარების ამ სისუსტეების. რახან დაშვებას აკეთებენ, ხო? ხო, რახან დაშვებას აკეთებენ. გავიხსენოთ როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი 22 წელი. 3 დღეში იღებდნენ კიევს, ვინ უნდა შეაჩეროს რუსული არმია არის საუკეთესო მეორე არმია მსოფლიოში. ასე შემდეგ აღარ ტექნოლოგიური, ახალი აღჭურვილობა, ახალი ტანკები, ახალი ის, ახალი ეს. დღეს სულ სხვა რაღაცაზეა საუბარი. ეს დისკურსის ცვლილებაც ლაპარაკი არ არის, რომ ვისაც უნდა ნახოს ფინეთში იყო რამოდენიმე თვის წინ სამხედრო ის წვრთნები და უკრაინელებმა რომ შეაჩერეს მთელი ნატოს ეს ჯარები, იმიტომ რომ უბრალოდ იცოდნენ ახალი სამხედრო ესე იგი სტრატეგია და მოქმედებების ტაქტიკა. ნატოს სამხედრო მენტალიტეტი იმდენად ჩამორჩება ამ ახალ ომებს. არ ვიცი, შეიძლება ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ის ომი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სხვაგან არ გამოდგებაო და მარტო ამ ტერიტორიაზე არისო. ეს არ ვიცი. სამხედრო არა ვარ და ეს უფრო სამხედროს ეცოდინება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, რომ დღესდღეობით აღმოჩნდა ყველაზე ბრძოლის უნარიანი ხალხი, რაც ყავს დასავლეთს, ესაა უკრაინელები. და აღმოჩნდა, რომ იმის მიუხედავად, რომ რუსები საკმაოდ კარგად არიან გათვითცნობიერებული სამხედრო საქმეში, აი იგივე აფრიკის კონტინენტზეც და ასე შემდეგ, იქ უკრაინელები იბრძვიან ნაიუნიკები და თელრიგ დაპირისპირების დროს ამარცხებენ კიდევათაც რუსებს. ანუ ეს არის საკმაოდ ბრძოლის უნარიანი არმია. ეგ შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაც არ მოწონდეს ეს მაგის აღიარება, მაგრამ ესეა.
ეს არის ალბათ ეხლა ამ ეტაპზე ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია და ყველაზე გამოცდილი რასთავარია ბრძოლისუნარიანი არმია. ის რომ შეიძლება დამოუკიდებელი ის არა აქვს როგორც სამხედრო წარმოება და სამხედრო სიმძლავრეები და ისინი იღებენ სხვა 30 ქვეყნისგან ამ დახმარებას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ თვითონ აი რაც ადამიანურ რესურსს ეხება, ხო? ადამიანურ რესურსს, ეგეთი ადამიანური რესურსი სხვა ქვეყანას დღესდღეობით მე მგონი არ აქვს. ეს და ეგ რას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე დასავლური შეიარაღებით ყველაზე ბრძოლის უნარიან ევროპულ ქვეყანას საბოლოო ჯამში. ეხლა თავარი ამ კომპონენტში არის ის, რომ რუსეთი მართლა გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს და რა ხდება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. გახსოვთ კარაგანოვმა ახსენა, რომ ესე იგი ნეიტრალურ სამხედრო ადგილზე რომ გამოვიყენოთ სამხედრო არა დასახლებულ პუნქტებზე, არამედ აი სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად. ესაც ახსენა. რომ ეგ არ იქნება მაინც და მაინც ისეთი ჩვენ მოგვიწევს რომ აღმოსავლეთ ევროპის მოკლედ აღმოსავლეთ ევროპას ვესრულოთ. ახლა წარმოვიდგინეთ რომ ეს გერმანია, რუმინეთი იყო განსაკუთრებით. გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, ხო. რუმინეთი იყო ეს ქვეყნები. წარმოვიდგინოთ რომ მოხდა ეს ამის შემდეგ აი თუ აკვირდებით რუს ანალიტიკოსებს წყვეტენ აზრის რა ქვია პასუხის გაცემა. მაშინებს ყოველ მე რა ხდება? აი კაი, შენ თუ ანალიტიკოსი ხარ და რაღაცებს ჯელობ, რომ აი ესე მოხდება. აი მე რა ხდება ამის შემდეგ მითხარი, ამ გამოყენების შემდეგ მითხარი და რატომ მაგ ის ოპტიმიზმი? იმიტომ რომ რუსულმა ოპტიმიზმმა ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ გამოვიდა. ნუ მე ერთი რა მაშინებს, რომ ეხა რუსებს აქვს ცუდი დამოკიდებულება, ანუ ეს წითელ ხაზებს ხო იქით-აქითაც თამაშებენ და რატომაც გონია, რომ ეხა რუსები აღარ დაუშვებენ იმას, რომ დასავლეთი უპასუხებს. არა და ხო უპასუხებენ, ფაქტია, ხო? ხო და მე მაგიტომ მგონია, რომ დასავლეთი არასწორი შეფასება ხდება რა. ჯერ ერთი მე მგონია, რომ და ეს LinkedIn-ზე ვინც არის ეს აკადემიური სოციალური ქსელი არის. ნუ რაღაც ახლა არ ვიცნობ უმრავლესობას, მაგრამ მაინც დამატებული მყავს ძალიან ბევრი პროფესორი. და ეს გერმანული პროფესორები ძალიან სიამაყით ამბობენ, აი როგორ იზრდება გერმანული სამხედრო ბიუჯეტი, როგორ შეიძლება აი იგრძნობა რომ რევანშიზმის სურვილი აქვთ რა. იგრძნობა ეგ რევანშიზმის სურვილი რა, იგრძნობა. აი ეს ინტელექტუალური ნაწილი, რომელიც აქამდე აი როგორ ვიფიქრებდი რომ გერმანელი სულ იმაზე ლაპარაკობდა რომ ომი ცუდია და ეხლა უცებ იყვება ხო. თან იცი რას არ პატიობენ რუსეთს, აი კიონიგსბერგს არ პატიობენ რა. ვერ იტანენ რომ აი შეჭრილია, მაშინ რა ქვია, დასავლურ სამყაროში, თან რომელიც ისტორიულად საერთოდ ნუ არ იყო. ეგ რუსეთი არასდროს არ ყოფილა ეგ რა გასაგებია. იყო პრუსიელების და სხვადასხვა იმების, ხო, კანტის სამშობლო. მაგრამ მან საინტერესო არის ის, რომ ანუ ვერაფასებენ იმას, რომ ისაც მეორე მსოფლიო ომის წინ მინდა გითხრათ, არის არსებობს წიგნით, ავტორი დამავიწყდა, წლების წინ წავიკითხე ეს. როგორ ცხოვრობდა გერმანელი ადამიანი მეორე მსოფლიო ომის წინ. და მინდა გითხრათ, რომ მაშინდელ მსოფლიოში ერთი გერმანელი მუშას შემოსავლით შეეძლო, რომ შვეიცარიაში დაესვენა და ნორმალურად ეცხოვრა. საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონე იყო. ის რომ მაღალი ცხოვრების დონეს შეჩვევა იცის და ამიტომ ომი არ მოხდება, ამაზე გათვლა. ბოლომდე სწორი არ არის ხოლმე. გასაგებია რომ ის სხვა ეპოქა იყო, გასაგებია ბევრი რამე მესმის, მაგრამ მოდიში სულ სხვა ეპოქა მოდის, აგერ რასაც ხედავთ, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ შეიძლება მინიმალური ადამიანური დანაკარგი იყოს. იმ გაგებით, რომ ამ მასშტაბის ომში წესით უფრო მეტი ადამიანური დანაკარგი უნდა ყოფილიყო, ხო? მაგრამ სამაგეროდ ტექნიკური აი დრონების და სხვა იმების საშუალებით უფრო და უფრო მეტი ტექნიკური დანაკარგია და შესაბამისად ეხლა ისინი იმემ უკვე შექმნეს, რა ქვია,
ტექნიკა, ხო? ჩინელებმა. და ეს ყველა ვარაუდობს რომ 2-3 წელიწადში უკვე ახალი ომები რობოტექნიკით იქნება და ცოცხალი ძალა შეიძლება საერთოდ ბევრს არ დაჭირდეს. რა ვიცი ამ კომპონენტში რა ხდება, აბა როგორ იმას ვაკეთებთ. პროგნოზებს ვდებთ. კი, გასაგებია რომ გერმანიას არ აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ მაგერ ევროპის სხვა სახელმწიფოებს აქვს, საფრანგეთს აქვს ბირთვული იარაღი, დიდი ბრიტანეთს აქვს. და არ დაგვა ბოლო პოლონეთში განლაგებულია ამერიკული და გერმანიაში სხვათა შორის. ხო, ანუ მაგას რას ამ ფაქტორებს რას უშვებით, ხო? საქმე ის არის მგონი რომ კლავიმეორებ ყველა მხარემ არ არის ესე რა ქვია მოწოდებული მეორე მხარეს სრულ განადგურებაზე. არის მოწოდებული რაღაც ეტაპზე და ფსიქოლოგიურად მაგისთვის ემზადება რაღაც ეტაპზე და შეჩერდეს ომი. და მის სასარგებლოდ. აი, ისაც კი უკრაინის ომის კი, აი დავაკვირდეთ რა. მიზანი არ ყოფილა უკრაინის სახელმწიფოს ანულირება. იყო მიზანი უკრაინის რაღაც ნაწილის წაღება, მაგრამ უკრაინაში დარჩენილიყო. ეს იგულისხმებოდა ამ ომში, იგულისხმებოდა, რომ უკრაინა არ უნდა განადგურებულიყო. ამოცანების დონეზე ვამბობ. მე მგონი რუსეთს სურდა კიდეც, ხო, ის ნოვოროსიის მხარე, რომ ბუფერად ქონოდა, აწყობდა კიდეც რა. იცით რა არის აი ეხლა საქართველოსთან მიმართებაშიც და ეხლა შენც გილაპარაკია ბატონ დიმიტრისთან და ისაც სხვებთანაც ვინც რუსეთში არის ნამყოფი და იქაურ ელიტას ელაპარაკე არც უშუალოდ ბატონ დიმიტრი ასამოს, მაგრამ სხვებისგან რაც გამიგია არის ის რომ უბრალოდ შეუძლებელია რაღაცებზე ლაპარაკი მათთან რუსებთან. რუსებს არ აქვთ რბილი ძალა. ამაზე შევთანხმდით. და როდესაც შენ რბილი ძალა არ აქვს და გაქვს რჩება მხოლოდ უხეში ძალა. აი სიამდვილეში ჯობია პრორუსული პოლიტიკური პარტია ხავდეს ქვეყანაში, ვიდრე რუსული ბაზა. იმიტომ რომ ეს ქმნის გარკვეულწილად წარმოდგენას, რომ არ გჭირდება ამ ქვეყნის დაპყრობა. მაგის წარმოდგენას ქმნის. ყველა მისი ჩავარდნა რუსეთის პოლიტიკის ჩავარდნა, ყველა ყოფის საბჭოთა ქვეყანაში დაკავშირებულია იმასთან. აბსოლუტურად იდიოტებს და აბსოლუტურად აი ვინ იყო ახლა უკრაინაში აიღე და თუნდაც სომხეთში. აი ეგ ფაშინიანამდე ვინც იყვნენ, ხო? ეგ სარქისიანები და ვიღაცეები. არ შეიძლება მაგათი მხარდაჭერა რა. კრიმინალური წარსული, კორუფცია, რაღაც აი საშინელი ჰაბიტუსის ხალხი არის. აი აბსოლუტურად არ შეუძლებელია რომ ყველგან შენ კადიროვის, პირობითად კადიროვის ტიპები დანიშნო რა. ეგ შეიძლება ჩეჩნეთში დანიშნოს, სადაც ცოტა ზემოდან შემილია ყურება გამომივიდეს, მაგრამ ცოტა სხვა კულტურის ხალხია. ესეთი ადამიანები რომ დანიშნოს სომხეთში რო ხავს რა. სომხები ბოდიში სულ სხვა კულტურის ხალხია, სულ სხვა ცივილიზაციის ხალხია და შეურაცხყოფა ეგ თვითონ სომხებისთვის რა. ეგ შეიძლება გეოპოლიტიკურად ამიხსნა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ამიხსნი ეგეთი ადამიანების თავზე, ესე იგი წამოჯდომას. ვერ ახსნი. როგორც უკრაინაში იყო, ვინ იყო ახლა ის რა ქვია, რა უბედურება იყო, მისი მინისტრებიანად იმები რა. იანუკოვიჩი, ხო? იანუკოვიჩი, რა იყო ეს რა? ან პოროშენკო რა იყო? იანუკოვიჩი მართლა ეს უკიდურესობა იყო რა. ხო, ანუ უბრალოდ აი როდესაც ამაზე შენ უბრალოდ არ ზრუნავ ან რაღაცა გონია რომ ეს თავისით მოგვარდება ან რაღაცა რა. და მე როდესაც აუცილებლად ჩავარდება ეს პროექტები, ხო? და მე როდესაც იწყებ სამხედრო გზით შენი გაფუჭებული პოლიტიკა, ჩავარდნე პოლიტიკის მოგვარებას, არ გამოდის ესე რა, ანუ ხო ხედავ არ გამოგივიდა ეს. ხო და ნუ რა ვიცი. დღემდე რუსებს აქვთ ეს პრობლემა. რომ მათ ხოლმე ეგ იმედი აქვთ იმით და რა თქმა ამ მოვლენება აჩვენა რომ რუსებს წესით უნდა დაფიქრებულიყო რომ ესეთი სტრატეგიით ისინი ვერ აღწევენ გეოპოლიტიკურ მიზნებს. რა ეხლა დონბასს რო დაიკავებენ რა იქნება რა ანუ
კაი დაიკავეს დონბასი. მე რა ხდება? ანუ ეს უღირდათ იმას ხო, აი რომ მაგალითად მოხდარი იყო ის რომ შექმნილიყო რაღაცა დიდი აი რასაც დასავლეთი აკეთებს თავის გრანტებით და იმეებით რა. ესე რომ გაეკეთებინა. ფილმები დაეფინანსებინა ეხიდათ პოლიტიკური ელიტა. რაღაცა ისე და ამის მაგივრად რაღაცა კრიმინალებს და ნახევრად იმას რა წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებს რომ თავზე უსვავ ადამიანები. არ შეიძლება ესეთი რაღაცა და ამას თავის ფასი აქვს და ეხლა ეს ფასი არის ის რომ რუსული პოლიტიკა აბსოლუტურად ჩავარდნა. ხო და ნუ აქედან გამომდინარე ეს ძალის პოლიტიკა რო გონია რომ რაღაცა რადგან ბირთვული იარაღი გაქვს შენ გეოპოლიტიკურ ამოცანებს შეეცვლებ მე მგონი წესით რუსეთში უნდა დაიწოს ამით ცოტა გადახედვა. ეს კარაგანოვის ეს კლავეს ბოლო იმედი რა, ეგ რუსული ბოლო იმედი, რომ ბირთვული იარაღია. ამხელა ქვეყანა ხარ, ამხელა რესურსების ქვეყანა ხარ. გაცილებით მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, არ ფინანსურად არ ვამბობ. ფინანსურად შეიძლება სხვა ტექნოლოგიებით ასე შემდეგ ჩამორჩება, რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებრივი რესურსებით რუსეთი გაცილებით მდიდარია ვიდრე ევროპა. ევროპის კონტინენტი. მაგრამ რა გინდა? მენეჯმენტი არ გივარგა ის რესურსები რაც ქონდა ინტელექტუალური რესურსები დედაუტირა და 10 მილიონი ადამიანი გაგექცა ქვეყნიდან ვერ უზრუნველყე რაღაცა ნორმალური რაღაცა გარემო ვერ შექმენი რა ვიცი ახლა და ის იყო დასავლური კულტურის უდიდესი შემადგენელი ნაწილი იყო ხო გინდა მხატვრობა გინდა ზოგადად ხელოვნება მუსიკა მწერლობა ნუ თუ ჩვენ გეოპოლიტიკურ რაღაც სურათიდან დავიწყოთ ყურებას, აი ელემენტარული რაც უნდა შეენარჩუნებინა, ხო? ეს იყო სამი ძირითადი მიმართულება, ხო? სამხედრო ტექნოლოგიები, ერთი, მეორე კოსმოსური ტექნოლოგიები და მესამე საინფორმაციო ტექნოლოგიები. სადა აქვს? მინდა შეგახსენოთ, რომ თელრიგ ელემენტში საბჭოთა კავშირი ჯაბნი და დასავლეთ. კი იყო სადღაც ჩამორჩენები, მაგრამ ამ მიმართულებით თელრიგ მიმართულებით რაღაც კომპონენტებში ჯაბნიდა. თან იმხელა დასავლეთ, რომელიც ეკონომიკურად 3-ჯერ და 4-ჯერ დიდი იყო ვიდრე საბჭოთა კავშირი. მაგრამ ეხლა სადაა რის იმედად იწყებ დასავლეთთან დაპირისპირებას? რის იმედად იწყებ? ერთადერთი ფაქტორი, რამაც გაგიმართლა, მართლა ჩინეთი არის. რამაც გაგიმართლა, რომ დღეს ჩინეთი ვაფშე საერთოდ სხვა პოლიტიკაზე არის, მაგრამ კარგად ესმით რომ თუ კი ამერიკა მართლა სერიოზულად დასუსტდება, მე ჩინეთთან ურთიერთობა სულ სხვა სახეს და სულ სხვა ელფერს იღებს. და სულ არ არის ისეთი რამ რაც რუსეთს კარგი იქნება. რეალურად ნუკრი ამ 4 წელიწადნახევარში ვინც რუსეთს რეალურად გვერდზე დაუდგა ეს იყო ჩრდილოეთ კორეა, რომ მე მგონი 2 მილიონამდე 152 მმ-იანი ჭურვები მიცეს, კიდე კარგი. რომ ერთი ბაზა ქონდათ სამხედრო სამრეწველო, თორე ის 2 მილიონი ჭურვი რა ყოფილიყო, რა იშველებოდათ, სანამ თვითონ რაღაცას გადააწყობდნენ და ნუ რავი 10,000 კაცამდე ცოცხალი ძალი დაეხმარა. ხარდამჭერი არ ყავს, წარმოიდგინე. ხარდამჭერი არ ყავს. მორალური ხარდამჭერი არ ყავს, ფიზიკური ვიღა და ეს რა არის? მე ხო, ნუ ეგეთი ტიპის სახელმწიფოა რუსეთი მაგას ვერ ხო, ნუ აი ვერაფერს ვერ იგებ, მაგრამ ამას წინათ ჩვენ საერთო მეგობარს მივწერე რაღაცა მსგავსი რაღაცა და ჭუჩევი გენიალური გენიოსი მოაზროვნე იყო და უმომრასიუ ნიპანიაც ამას გაგზელება მოყოლა, მაგრამ ეს პირველი ფრაზა რომ უმომრასიუ ნიპანიაც აი ყველაფრის თქმელია რა. ხო და როგორ ფიქრობ, აქ აი ამ შემთხვევაში თვითონ ეს პოლიტიკური ელიტარული განყიდულების რაოდენობა. როგორ ფიქრობ, საბოლოო ჯამში, ნუ ისე და ისე ეს ერთპიროვნულ მმართველობაზე რო იყოს, როგორც სტალინის დროს იყო, ალბათ სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ როგორც ამერიკაში, ასევე რუსეთში, ასევე ევროპაში, ხო, როგორც ჩანს მრავალი თავი ფიქრობს ამ ყველაფერზე და თან როგორც ჩანს ერთ სიხშირეზე, ერთ პოზიციაზე არ დგანან და რატოღაც მე ესე მგონია, რომ ეს უფრო დიდ საიშროებას ქმნის 85 წლის მერე, რომ რაღაც მსგავსი მოხდეს, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე, არც ერთი ჟურნალისტი, შენ სწორედ აღნიშნე, კარაგანოს არ ეკითხება, აი დაუშვათ თქვენ გაისროლეთ, მერე რა მოხდება, ხო? ხო შეიძლება ეს ეხლა უკვე იმდენად მაქვს ეს შიში გასისხორცებული, რომ რაღაც არ მოხდეს, რომ
უკვე მედიაშიც, რესპონდენტსა და ინტერვიუს შორისაც უკვე გარიგებას ხედავ. ხვდები, თორე როგორ შეიძლება ეს კრიტიკული აზროვნება დაკარგული იყოს, ხო? ახლა ევროპასაც რო უყურებ, იგივე გერმანელების რევანშიზმი, იქაც ხო კრიტიკული აზროვნების ეს არის აშკარად დანაკლისია, ხო? ამერიკელები ხო საერთოდ სხვა პლანეტაზე არიან. კიდევ ერთხელ გეუბნები, რედკლიფი კაცი კვლავ არის CIA-ის დირექტორი, რომელმაც დაგეგმა ეს მთელი ეს ოპერაცია, წარუმატებლად დასრულდა და ისევ დირექტორია. მან არის ჩემი აზრით და მე ჩვენი საუბრის ბოლოს ბუნებრივია ჩვენ სამშობლოზე გადავიდეთ და იქაც კითხვა. მან არის ჩემი აზრით შემდეგი რაღაცა, რომ არსებობს სხვადასხვა ელიტარული ჯგუფები, სხვა სახელმწიფოში, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებებში ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევიან, ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ვტრობენ. და არ არსებობს ესეთი მაგალითისთვის ვამბობ. ჩემი აზრით და ეს შევჩენკოვაც ილაპარაკა სხვათა შორის, მაშინ ფინანსური ელიტების დამთხევაზე დასავლეთთან და რუსეთთან, რომ სხვა ესეთი პუნქტები რო აიღო, დაიბრუნა უკრაინამ, რატომ დაიბრუნა, მაშინ გახსოვთ ალბათ ეგ მომენტი იყო, იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე უნდა გასულიყო რაღაც მნიშვნელოვანი რესურსი და იმ ტერიტორიას უკრაინის ტერიტორია, უკრაინების მიერ კონტროლებადი ტერიტორია უნდა რქმოვოდა. ამიტომ ანუ ეს ხო არა სამხედრო ლოგიკა, ეს არის აბსოლუტურად ფინანსური ლოგიკებია. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს მე ჩინეთში არ ვიცი რა პოლიტიკური ძალებია, მაგრამ ხედავთ, რომ ყველა მხარეს აქვს საკუთარი, ესე იგი, ელიტარული სისუსტეები. ხო, ჩინეთში მაპატია 2 წელიწადში ერთხელ წმენდას აკეთებს, ხო, ნახე სიძინპინი, ახლა 4 გენერალი დააკავა, 2 დახვრიტა მე მგონი უკვე. ხო, ანუ მან ვერ გაიგებს რა ხდება, საკმაოდ ჩაკეტილი სისტემაა და მაგრამ აი ფაქტია, რომ ელიტების პრობლემა ძირითადად ახლა აქვს. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, ახლა გამოჩნდა ეს ელიტების პრობლემა ევროკავშირს აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ რასაც ევროკავშირი აკეთებს, თუ ის საბოლოო ჯამში ომისთვის ემზადება, ძალიან სწორ რაღაცებს აკეთებს. თუ ომი არის მიზანი. აი ბრიუსელის ბიუროკრატია და ცალკეული სახელმწიფოების ლიდერებს შორის. ხო ხედავ, რომ აშკარად ხანდახან დიდი დაპირისპირება, ბევრ ამას არ უერთებია, მაგრამ კრიტიკულ ჟამს, კრიტიკულ მომენტში ყველა მიდის და იარაღის ასაღებად მზად არის. სხვათა შორის თუ აკვირდები ბრიუსელის ბიუროკრატიასა და გერმანიის ოფიციალურ პოზიციებს შორის როგორი თანხვედრა არის თერგის საკითხებზე. ამიტომ მე რაღაცა არ ვყოფ ბრიუსელის ბიუროკრატიას და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ერთმანეთისგან. და ძალიან გავს მათი დამოკიდებულება და ზოგადად გერმანიის ელჩის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ პირდაპირ აისახება ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობაზე. მაგრამ ეს ცალკე საკითხია. იმის თქვა მინდა. სწორი შეფასება გააკეთე, ხო რა. როგორ გასვლა. ხო, ანუ მე მგონი, ხო, თავარის მან აქტორი მაინც გერმანია არის და რაც ლოგიკურიც არის. მაგრამ აქ ლოგიკა არის შემდგომი. რომ როგორც ჩანს, აი ახლა ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ის არის, რომ როდესაც ელიტებს რეალურად არ უნდათ ომის დასრულება. არც ერთ მხარეს. და აი დონბასის აღების შემდეგ მე ახლა მაგას ვფიქრობ. აი რა ხდება მერე? ომი გრძელდება, ხო? კлау. რა ხდება იმ შემთხვევაში, რომ როდესაც ტერორისტული აქტები ესე იგი იმატებს რუსეთის ტერიტორიას. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, აი რას მენიშნა, ხა რუსეთი ხომ არ არის ისეთი სახელმწიფო, რომ აი სიტყვის თავისუფლება უზომოდ გარანტირებულია და ასე შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ თუ უკრაინას შევადარებთ, უკრაინის საერთოდ არა სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არც რუსეთი არ არის ამის რაღაცა ცენტრი, ხო? დემოკრატიის მე თვითონ რუსეთში ქართულ ექსპერტებს რო უყურებდი,
რუსული ექსპერტების განწყობები თლიანად გადმოვიდა ქართულ ექსპერტებში, რომ აი რუსეთი მარცხდება და ცუდად აქვს საქმე და რა ცუდად ისი. რატომ დაიწყო ლაპარაკი? მაგას ხო ეს ხო არაა შემთხვევითი. რუსმა ექსპერტებმა რატომ დაიწყეს? თან იმ არა ლიბერალურმა ნაწილმა, არა ოპოზიციურად განწყობილმა ნაწილმა, არამედ იმ ნაწილმა, რომელიც პირიქით პროსახელისუფლებით ითვლება. რატომ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ჩვენი საქმეები თლად კარგად არ არის. და ჩემი დაკვირვებით რუსეთში რაღაცა მსგავსი როდესაც იწყება, ეს არის წმენდის წინა პერიოდი. საზოგადოება განაწყონ უფრო კრიზისული განცდების შექმნან და ეს არის ეს წინარე პერიოდი. ყოველ შემთხვევაში ესეთი განცდა რჩება, რომ შემთხვევითი არ არის ამ სალავიოვის ეთერში რატომ უნდა ელაპარაკო რუსეთის სისუსტეებს. აქამდე არასდროს არ ულაპარაკია. იგივე ნაბიულინა, იგივე სილვანოვის გამყიდველობას და ასე შემდეგ. პარადოქსი არ არის? ხო და მე მგონია რომ თვითონ პუტინის კარზე გადათამაშება აშკარად მიმდინარეობს. ექსპერტებმა საინფორმაციო ის მზადდება ამისთვის, საინფორმაციო ფონი მზადდება ამისთვის და შემდეგ აი ტრიუმფალური გადაწყობის შემდეგ უნდა საინფორმაციო ფონი შეიცვალოს და ალბათ საბოლოო ჯამში უფრო რადიკალი და ხისტი ტიპებისთვის გზა იხსნება ალბათ. აჰა. იმიტომ რომ აი დააკვირდით კარაგანოვის როგორ აფასებდა პუტინს, ხო? გამიკვირდა ეს მართლა გითხრა. ის ისე ვერ იმას აკეთებს, რა ქვია, გადაწყვეტილებას ვერ იღებს ისე, ხო რაღაც. ანუ ყოველ შემთხვევაში ლოგიკურად მივდივართ იმისკენ, რომ მზადდება ვიღაცა უფრო მკვეთრი გადაწყვეტილების მიმღები ტიპების მოყვანა სამეფო კარის სხვა დაავადებებს, ესე თქვა. ხო, მე ესე მგონია საბოლოო ჯამში. ამიტომ საბოლოო ჯამში აი ესეთი კოპირება, განწყობების კოპირება რუსულ სატელევიზიო სივრცეში რაც ხდება ჩვენთან, ამის ფონზე ანალიზი, მაინც საბოლოოდ არ მიმაჩნია სწორი. იმიტომ რომ მე მახსოვს, აი პირველი დავწერე რომ ძალიან შემეშინდა და მაშინ დავწერე რომ ოღონდ არ დაეცეს მეთქი უკრაინა ეგრე სწრაფად, იმიტომ რომ მე ჩვენც უბრალოდ ვაჭრობას აზრი არ აქვს და ყველა არაფერს აღარ აქვს მეთქი აზრი. ეგ დევს კიდეს. ეს იმიტომ რომ იმ საინფორმაციო ველის განწყობაზე ვიყავი. აი, იმის შემდეგ 22 წლის შემდეგ მე მივხვდი რომ ძალიან დისტანცირებული უნდა იყო ამ პირველადი განწყობების მიმართ რა. ძალიან რაღაც მეც ვწოდავ უნდა ვაღიარო მაგით. გვიან უნდა ვიყავი. უნდა დააგვიანო, არა აუცილებელი პირველი იყო, პირველი კომენტატორი იყო. უნდა მეტი ინფორმაცია მოიპოვო და ამ ინფორმაციის შემდეგ უფრო ის. მე არ ვამბობდი რომ რუსეთი სწრაფად აიღებდა, უბრალოდ განწყობა მაშინ იყო და ახსოვს რომ მაშინ თქვი რომ თავარია უკრაინელებმა ხ რაღაცნაირად შეეჩერონ მეთქი ეს. და ეგ საქართველოს ახსენე, იმიტომ რომ მე საქართველოს აზრი აღარ ეკნებოდა რაღაცების მოლაპარაკე. ეხლა აქ აზრი. იმდენი სხვათა შორის, ეხლა ძალიან ისე ცუდად ჟღერს ეხლა რა თქმა უნდა უკრაინის ხალხის მიმართ, მაგრამ იმდენი პოტენციალი გაუჩნდა ამ ომის დროს საქართველოს გეოპოლიტიკური, რომ ეხლა მისი არ გამოყენება ჩემი აზრით და ფაქტია რომ ბევრ რაღაცას ვაგვიანებთ. სადაა პორტი? პორტი სადაა? სად მარჩენდება პორტი? ხო, ვაგვიანებთ. იმდენი შანსი გაუჩნდა საქართველოს, რომ მე პირიქით იმედები მომეცა, რომ საქართველოს შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მიმზიდველი და უფრო ისეთი ქვეყანა გახდეს. ხარია ხო. ოღონდ ეხლა იმდენად გადაღლა არის, იმდენად ნიჰილისტური ისინი დამოკიდებულებები არის ზოგადად პოლიტიკური პროცესების მიმართ. აი ოპოზიციას მუდმივი რევოლუცია, აი ეს რაღაცა ნელი მონოტონური პოლიტიკა გადაიღალა საზოგადოებამ ამ ყველაფრისგან რა. ერთი მხრივ ეს მუდმივი რევოლუცია, მეორე მხრივ ეს ნელი მონოტონური პოლიტიკა. აი საჭიროა რაღაცა დიდი ბიძგი და ნუ მესმის გასაგებია რომ ომი მიმდინარეობს, მაგრამ პარალელურად ჭირდება რაღაცა დიდი რაღაცის დანახვაც რა. თორე გადაღლის საზოგადოების მე დიდს ვერაფერს ვერ გააკეთებ. ასე იგი უგუგება არ არის ამ საზოგადოებიდან მართალია. კი ბატონო.
ნუგრი, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და აი კიდევ ერთხელ რეზუმე 85 წელი გავიდა, გამოწვევები რჩება და არა მარტო საქართველოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის, არამედ სოფლიო მასშტაბით. ერთი შეხედვით ვერც გაიგებ, ვინ რას აპირებს. ამერიკაში ჩემთვის დღემდე გაურკვეველი სიტუაცია, მართლა არ ვიცი რა მოხდება 28-ში, 28-მდე ნივლად თუ არა ისიც არ ვიცი, იმიტომ რომ ნოემბერში ძალიან მძიმე არჩევნები იქნება, მე ეჭვმაქ რომ შესაძლოა რესპუბლიკელებმა სენატის დაკარგონ და მაშინ გამოდის რომ ტრამპი იქნება ფაქტობრივად ნომინალური პრეზიდენტი. მანამდე სექტემბერში ისრაელში არის არჩევნები, იქ თუ ლიკუდმა წააგო, მე არ ვიცი ნეთანიაჰუს რა იშველება. ნეთანიაჰუზე არ ვდარდო, უბრალოდ მე ვამბობ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ. და ასევე ოქტომბერში არის რუსეთში არჩევნები გოსდუმაში, იქაც გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, არ მგონია რომ ესე ლაითად ჩაიაროს როგორც ადრე, რომ იძინა ერასია, რომ ესე ჩქარი მატარებლივით რო ჩაევლიდა. მოკლედ აი ამ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, ეს ალბათ მძიმე შემოდგომა იქნება. მძიმე შემოდგომა იქნება, ნუ ალბათ დამეთახმები იმიტომ რომ გაზაფხულის მიმართულებით ძალიან ბევრ რეგიონში იყო უკმარისობა დანამატების და ეს ალბათ აისახება მოსავალზე, არ არის გამორიცხული ორი რეგიონში უბრალოდ უკმარისობა იყო საკვების და სიმართლე გითხრა, მინდა რომ ოპტიმისტი ვიყო და ვარ კიდეც და შენც ასე ხარ, მაგრამ ნუ უბრალოდ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ნიშება ამ ყველაფრის მიმართ და საქართველოს კлау და კлау ამ ხელა გამოწვევები, ევროპა არ გვეშვება, გერმანიის ელჩი და კაი ელჩი წავა სხვა მოვა რა მნიშვნელობა აქვს, ხა როგორც ახლა სტარმერი წავა სხვა მოვა, უარაფერი არ შეიძლება. ასევე სომხეთ აზერბაიჯანი, აქვე ირანი და რა ვიცი, რეზუმეთ რა სიტყვი და დავიმშვიდობოთ ჩვენს რეზუმეთ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ზად ვიყოთ უარესისკენ, იმიტომ რომ ჩვენ კრიზისების ეპოქაში ვცხოვრობთ, ახლა ვიღაცას მოწონს თუ არ მოწონს, ჩვენი არჩევანი ეგ არის და არ ყოფილა ეს არჩევანი ჩვენი. ომები დაწყებულია, გლობალური ომები დაწყებულია კრიზისები. ამ კრიზისებს შევხვდებით ერთად, იმიტომ რომ სოფლიო ახლა ერთიანია. ჩვენ აღარ ცხოვრობთ საქართველოში, აღარ ცხოვრობთ რომელიმე ქვეყანაში, ვცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე და ეს პლანეტა დედამიწა ერთი ბაზარია უკვე. ანუ ეს არ არის სხვა ეპოქა და ამიტომ რაც ჰორმონში ხდება, ის აისახება ჩვენთანაც და რაც უკრაინაში ხდება, ისაც აისახება ჩვენთან. ჩვენ ერთადერთი რაც ესე იგი ლოგიკურად შეგვიძლია არის ის, რომ ორგანიზების სხვა დონე გვჭირდება მაინც რა მაგას ყოველთვის ფიქრობ რომ ორგანიზების სხვა დონე გვჭირდება. ის რომ რაღაცა გამოწვევს ახლა უპასუხეთ და გადავრჩით. ანუ მესმის რომ ქარეშხალმა ჯერ უნდა ჩაიაროს რომ რაღაცა რემონტზე იფიქრო, მაგრამ საძირკველი მაინც უნდა კონდეს რა. საძირკველს მაინც უნდა ჩაუყარო საფუძველი რომ იმ ახალ სამყაროსთვის მზად იყო. ის ახალი სამყარო, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ იქნება, საჭიროებს პროცესების დაჩქარებას. ვიმეორებ, შუადერეფანი უნდა გააქტიურდეს მთელი რიგი ესეთი ეკონომიკური პროექტები, ცენტრალურ აზიასთან მართალია ძალიან კარგი არის, მაგრამ უსაფრთხოების ნაწილის უჭირდება რა. საბოლოო ჯამში იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ რაღაცა რომ მოხდეს ტერიტორიული საკითხის მოგვარებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ფსიქოლოგიურადაც და ემოციურადაც. ამიტომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება უცბად ავშენდეთ და შეიძლება პირიქით დავიქცეთ კიდევაც. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ საჭიროა ბევრი ვერსია განვიხილოთ. ეს ვერსიების განხილვა ყოველ შემთხვევაში ამ მოულოდნელობის ეფექტს უფრო შეამსუბუქებს ხოლმე. ამიტომ ეს ინტელექტუალური, ესე ვთქვათ, თამაში, წარმოსახვი თამაში ბევრი ჩაერთოს და განიხილოს რა შეუძლია. აი ამ შემთხვევაში თუ საქართველოს ეს დაემართვა, მაგალითად თუ რაღაც შიმშილი დაიწყოს, რა უნდა გავაკეთოთ? ეს ინდივიდუალურად და კოლექტივურად როგორ უნდა გავაკეთოთ? ინდივიდუალურად
ძალიან კაია თუ სოფლები გვაქვს, იქ ჩვენ დაბრუნდებით, კვლავ რაღაცა მეც ვისწავლით სოფლის მეურნეობაში და დავიწყებთ რაღაცებზე ფიქრს. სახელმწიფო დონეზე უფრო მეტად მარაგების შექმნა და კიდე სხვა ესეთი პოლიტიკების გატარება. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ყველაფრისთვის მზადყოფი ქვეყანა უფრო მეტად გაუძლებს ამ გამოწვევას ვიდრე ის რომელიც რაღაცის იმედია და ის თუ არ გამართდა მე აბსოლუტურად სხვანაირად მიდის საქმე ხოლმე. ჩვენ ისტორიაში ხშირად ყოფილა როდესაც ერთი რაღაცის იმედი ქონდა 2008 წელს რომ ითომა ამერიკელები დაგვეხმარებოდნენ და ავიაციით დაარტყავდნენ რუსეთს ეგ ნარატივიც გვესმოდა არ მოხდა და მე რაც მოგვივიდა ეგაც ვნახეთ ჩვენ თავს. ამიტომ ერთი რაღაცის იმედად არ უნდა ვიყოთ. ესაც რაღაც რეზიუმე რაც შეიძლება თქვა. სხვა დანარჩენი უბრალოდ უყუროთ პროცესებს და შევეცადოთ რომ მარტო ერთი თეორიული ჩარჩოთი არ გავაანალიზოთ. შევხედოთ რამოდენიმე თეორიული ჩარჩოთი. კვლავ იმეორად, მარქსიზმი ძალიან კაი თეორია იყო კაპიტალიზმის კრიზისისთვის, მაგრამ მარქსისტული თეორიით ვერ მოხდა ახსნა რატომ დაინგრა საბჭოთა კავშირი. მადლობ, ნუკრი, წარმატებებს გისურვებ და მოხარული ვარ რომ მესტუმრე. მაყურებელებო, ვინც მოგეწონათ, ვისაც მოგეწონათ უკაცრავად ჩვენი ეს მე და ნუკრის შორის საუბარი, ნუკრის ანალიზი, გთხოვთ გააზიაროთ. ბევრად რაც შეიძლება ბევრმა დამებამ ეთერის ბოლოს ენა რაც შეიძლება ბევრმა უნდა ნახოს. გააზიარეთ, დაალაიქეთ და რასთავარია გამოიწერეთ და ასე შემდეგ ცალკე ნუკრის და რასთავარია დააკომენტარეთ, არ დაგავიწყდეთ კომენტარი. აი კომენტარები ხო სულ მავიწყდება და ნუკრი მახსენებს ხოლმე. დააკომენტარეთ, მოიწერეთ თუ რამე შეკითხვა გაქვთ და აი ნუკრის ხო ნახულობს კომენტარებს და ან თვითონ კომენტარებშივე გიპასუხებთ, ან ჩვენი შემდეგი ეთერი რო შედგება, იქ გაგცემთ პასუხს და ასე შემდეგ. ნუკრი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დროებით საუკეთესო სურვილები და წარმატებები. წარმატებები.